სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. დღეს თქვენ სარწმუნოებასთან სულ საუბარი ისეთ მნიშვნელოვან საგანზე, როგორიც არის მომზადება ზიარებანდის. რა უწვის წინ წმინდა ზიარებას. მეტადრე რომ ზიარება არის უდიდესი სიწმინდე, უმაღლესი სიწმინდე, ყოვლადწმინდა ხორცი და სისხლი ქრისტე მაცხოვრისა ჩვენისა. მით უფრო გმართებს კეთილ მოგრძალებით და ღვთისმოსაობითა და ღვთისმოშიშებით მოუხდებოდეთ წმინდა ბარძიმს. ამაზე უძველესი სწავლება ჯერ კიდევ პავლე მოციქულთან არის, სადაც მაგალითად ნათქვამია, რომ ზოგიერთები უღირსად მოვლენან და განსტეხენ ზიარებას სასჯელად გინა დასასჯელად. და იქ პავლე მოციქული ამვითარებს მოძღვრებას, თუ როგორ უნდა მოემზადოს ადამიანი. რომ შეგიჯამოთ საგვარელო და მოკლედ გითხრათ ლაკონურად, ორი გარემოება აუცილებელი, რომ ღირსეულად ეზიაროს ქრისტიანი ადამიანი. ერთი დაგიშვას სინდისმა, მეორე დაგიშვას ეკლესიამ იმ მოძღვრის სახით, ვისთანაც ამბობ აღსარებას. შეიძლება შენი კერძო მოძღვარი იყოს, შესაძლოა უბრალოდ ერთ-ერთი ტაძარში მიხვიდეთ დღესასწაულზე თუ სხვა რამ შემთხვევაში და ეზიარო. სამწუხაროდ ბოლო 10 წლეულებია, რაც სრულიად შეიცვალა ზოგიერთ ადგილობრივ ეკლესიაში და მათ შორის საქართველოს ეკლესიაში, თუმცა მე აქედანვე ხალხს უძღვამ, ეს არ არის წმინდა სინოდის დადგენილება. პირიქით კატეგორიული აკრძალვა აქვს კათოლიკოს პატრიარქის ამ მომზადებელ ზიარებას. მაცოს დაახლოებით 16-17 წლის წინათ მცხეთა-თბილისის საამბოლოებას მოგვიხმო პატრიარქმა საპატრიარქო სახლში კრებაზე, სადაც რამოდენიმე საჭირო სულიერ საკითხზე იყო მსჯელობა. მათ შორის ერთმა მღვდელთაგანმა პატრიარქს დაუსვა კითხვა, რამდენად მართებულია და სწორია ზიარებაზე, თქვათ აღსარების, მართვის და მომზადების გარეშე მოვიდეს ქრისტიანი. პატრიარქი, რომელიც ცნობილია თავისი თანმიმდევრობით, წინდახედულობით, სირბილით, თუ გნებავს დიპლომატიურობით და სხვა, განრისხდა კიდეც, რომ ეს სრულიად უცხო და უჩვეულო ტრადიცია შემოდის და მკვიდრდება ეკლესიაში და რა თქმა უნდა, როგორც გითხარით შესავალში წმინდა სინოდის გვერდის სავლით. კატეგორიულად აკრძალა პატრიარქმა. იმ ძალაუფლებით, რა ძალაუფლება აქვს პატრიარქს აქვს მოციქულებრივი ძალაუფლება. ანდრია მოციქულის საგდარზეზის. გესმით საგვარელო. საზოგადოებრივ ყოველ ეპისკოპოსს აქვს მოციქულებრივი ხელმწიფება, ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად ეს ითქვის ჩვენი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქზე. ეს არ არის ჩვენი ტრადიცია, ეს უცხოა ჩვენი ტრადიციისთვის, ეს მიუღებელია წმინდა მამათა სწავლებისთვის, ბრძანა პატრიარქმა. მე ვერ გეტყვით ახლა გამოწვლილვით სხვა ადგილობრივ ეკლესიებში როგორ შევიდა და დამკვიდრდა ეს წესი სრულიად უცხო სინამდვილეში მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, მაგრამ ჩვენთან მე მოგახსენებთ რამ გამოიწვია ეს. როდესაც საზღვრები გაიხსნა შედარებით დასავლეთისკენ და მათ შორის საბერძნეთისკენ და წმინდა მთისკენ, ათონისკენ, იქით დაიძრა არაერთი სამღვდელო პირი, მრევლი და ასე შემდეგ. და როგორც რამ უცხო ხილი შემოიტანეს მათ შორის სწორედ ეს უცხო წესის და რომელიც ჩვენი ტრადიცია არ არის. ამას გარდა ათვალწლოვნებით დაუწყეს ყურება ქართულ საგალობელს, რომელიც თვითონ წარმართულია ხმები და საყვარელ მოძღვრებს უთხრა, რომ ბასილი დიდმა, გრიგოლმა, ივანემ და ბევრმა აიღეს ძველბერძნული წარმართული ანტიკური ფილოსოფიიდან ბევრი რამ, შეზინეს ქრისტიანული შინაარსი და დაამკვიდრეს მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში. ვის რაგან საწინააღმდეგო ძალიან მაინტერესებს ერთი მიპასუხეთ. თუ წარმომავლობით ჩვენთან ჯერ კიდევ ქრისტეს მოსვლამდე, ქრისტიანობამდე იყო პოლიფონიური გალობა, მრავალხმიანი, რა არის ამაში ცუდი? ჩვენი მამა, თქვათ ივანე პეტრიწი განმარტავს, რომ სამების მიხედვით, სამი ხმით იდიდება ღმერთი ჩვენთან, პირველი, მეორე, მესამე ხმით. რა არის ამ თქვენთვის მიუღებელი?
მაგრამ იცით ბევრზე როგორია ეს განსაკუთრებით ესე იგი წმინდა ბასილი დიდი ამბობს რომ ყოველგვარი მწვალებლობის და განხეთქილების საფუძველი არის უმეცრება და ამპარტავნება ან ორივე ერთად ეხლა თქვენ თავად გასაჭეთ მათ რომ ჩინებულად სოდოდათ ასაიდან მომდინარეობს და მათ შორის ქართველ ღვთისმეტყველთა აზრიც გაეთვალისწინათ ალბათ ასეთ თამამად არ ილაპარაკებდნენ გარდა მაგისა იცით რა გჭირს ქართველებს თურაშაულის პატრონი ტყეში პანტაზე გარბოდაო ესე იგი ამხელა მემკვიდრეობა, სულიერება, სიღრმე, აზრისა და კულტურა დაგვიტოვეს წინაპრებმა დღეს არაფერი აღარ მოგწონს, აღარც მრავალხმიანი ქართული გალობა, არც ადგილობრივი ტრადიციები ეკლესიისა. არ მოგწონს ბევრი რამ თქვათ ევროპასთან შედარებით, რომელიც დღეს არის წარმართული, ოდესღაც იყო ქრისტიანული, მთელი მათი კულტურა ქრისტიანობიდან მოდის, თქვენ რომ იცოდეთ. და დღეს არის სავსებით წარმართული, არა უბრალოდ წარმართული, უკიდურესი გამოვლინებანია წარმართობისა, მაგალითად სოდომ გომორის სახით, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების რანგში არის აყვანილი და ჩვენს გვაიძულებენ თუ გინდა თუ ვიზო მიმოსვლა შეინარჩუნოთ, აი ეს ორი პუნქტი უნდა მიიღოთ. თავისუფლება მისცეთ LGBT თემს, სკოლებში, ბაღებში, ყველგან თავისუფლად ხდებოდა პროპაგანდირება ამ უკიდურესი გარკვეულებისა. რის გამო სოდომ გომორისა ღმერთმა არ დაინდო წმინდა წერილშია დამოწმებული 5 ქალაქი სოდომ გომორი და ნოეს დრო საერთოდ წარღვნა კაცობრიობა და ერთი მართალი ნოე შეიყვანა კიდობაში რომელიც წინასახე იყო ქრისტეს წმინდა ეკლესიისა რომელიც საკუთარ ხრესტელებებში დაარსა ქრისტემ და სული წმინდით აპყურა და აკურთხა და ყველა დანარჩენი დაანთქა ღვთიური მრისხანების წყლებში. როგორ შანს მათთვის ავტორიტეტი არ არის არც წმინდა წერილი, არც წმინდა მამები. ეხლა რა და არც სოფლიო ადგილობრივი კრებების დადგენილება, არც მოციქულთა კანონები, არც პიდალიონი, არც ესეთი დიდი მამების მოწმობანი, თუ როგორ მოემზადოთ თქვა წმინდა ზიარებისთვის, როგორიც არიან ბასილი დიდი ჩვენგან არაერთის ხსენებული აწუყვე. იოანე ოქროპირი, გრიგორ პალამა, ნიკოდიმოს მთაწმინდელი, გილოცავ დღეს წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის ხსენება, რომელსაც არაჩვეულებრივად განგვიმართა, ესე იგი კანონთა კრებული, რომელსაც პიდალიონი ეწოდება. იოანე კრონშტადტელი და რომელი ერთი მამა მოვიყვანო, ძველი თუ ახალი, რომლებიც განამტკიცებენ სწავლებას, თუ როგორ უნდა ვემზადებოდეთ წმინდა ზიარებისთვის. ეხლა რა არის საგვარელო, თუ არის წმინდა მამები, ძველი და ახალი არ არიან ასეთებისთვის, არ ზოგიერთი მგლისთვის და მრევლისთვის ავტორიტეტი, არც წმინდა წერილი, არც კრებათა განჩინებანი და დღეს 6 მსოფლიო კრების მონაწილე წმინდა მამები იხსენება, ამასაც გილოცავს ამ დღესასწაულს, მაშინ რა დარჩა წმინდა ასეთ ეგრეთ წოდებულ მორწმუნეში. და რა თქმა უნდა ასეთებისთვის ავტორიტეტი არ იქნება უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. რომელსაც კაცრად აგრძალა როგორც ეგრეთ წოდებული ბერძნული გალობა, ესე იგი ერთხმიანი გალობა არის. თქვენ მოусმინეთ უბრალოდ 300 წელიწადი თურქებს მონობაში ყავდათ და მათ კულტურაზე დიდი გავლენა მოახდინეს. ამ მუსულმანობა არის წარმართობა. ამ წარმართებმა უდიდეს მათ შორის კილო კავზეც კი გალობისა. პირველად რომ ბერძნული გალობა ეგრეთ წოდებული მოვის, მე მეგონა რომ მოლა მოთქვამდა მინარეთიდან. თურქული რაღაც სიმღერა მეგონა. და მერე და მერე აღმოჩნდა რომ თურმე ეს არის საგალობელი. რამდენი საუკუნე ვინ არ გვებრძოდა ადრე ბერძნები წარმართობაში ჯერ კიდევ მერმე არაბები თურქები დიდ თურქობაც კი იყო საქართველოში მონღოლები ცნობილმა მრისხანე თემურლანგმა 17 ჯერ დალაშქრა საქართველო და 17 ჯერვე აუჯანყდა საქართველო ვერ დაიმორჩილა ეს პატარა ქვეყანა. როგორც ჩვენი პოეტი ამბობს გული კონდეს თოლადის და აბჯარი თუნდაც ხისავო, გული ქონდათ ლომებრივი ჩვენს წინაპრებს, ანთებულ სარწმუნოებისა და მამული საქართველოს სიყვარული, საკუთარი ქართული მეობისა. ძალიან სავალალო მდგომარეობა. როდესაც გამოსვლას ვაპირებდი საკადაგებლად, ამიგვია და ქართული ანდაზა, ჭირმა, თავი, მალა და ვერ დამალავო. დიდი ჭირია დღეს საქართველოს ეკლესიაში, რომ მაგალითად ერთი და იმავე ადგილობრივი ეკლესიის სიახში ზოგიერთ ტაძარში ეზიარებიან ძველი ტრადიციით, ემზადებიან რა, ხოლო სხვა ტაძრებში სრულიად მოუმზადებელი. და როგორ შეიძლება ერთი ეკლესიის სიახში ორი სრულიად არათუ განსხვავებული ურთიერთსაწინააღმდეგო ტრადიცია იყოს. ეს ამას შემოაქვს ეკლესიაში გარდა ყველაფრისა განხეთქილება.
აი ცოცხალ მაგალითს მოგიყვანთ. გრუშინ სულიერმა შვილმა კითხა რაიონიდან დარეკა, რომ ეს აქ მონასტერში ვაპირებო ზიარებასო და აღსარებას არ იღებენ. მიზეზი მკითხეთ, რატომ? ჩვენ ქალებისგან არ ვიღებთ აღსარებას. ქალებისგანაც უნდა მიიღო და დედაკაცებისგან. ბიბლია ქალს უწოდებს უღირს ამ სქესისას, ხოლო ღირსეულს დედაკაცს ან დედას, როგორც ღვთისმშობელ მარიამს, მენელსაცხებლე დედებს და ასე შემდეგ. ისე რომ სულ უკანასკნელი ცოდვილი იყოს, როგორც შენ ამბობ ქალი, უნდა მიიღო მისგანაც აღსარება. არა იცით რა, ჩვენ ბერები ვართ და ჩვენ მონასტერში ვცხოვრობთ. მაშინ მაპატია ჩემო საყვარელო, ჩაკეტე მონასტერი. გაცრათ რომ გითხრა, მონასტრები უნდა იყოს ჩაკეტილი და ბერები რომ აღიკვეცებიან, სხვა ხმებთან ერთად იმ აღქმასაც დებენ, რომ მონასტრიდან ფეხს არ მოიცვლიან. აი მაგალითად, რა კი ბერძნებია თქვენთვის მისაბათი მაგალითი მეტეორაში როცა გახდით 2000 წლის დასაწყისში უნიკალური სამონასტრო კომპლექსია. უნიკალური. აი კაცხის სავანეროა ასეთი არის უამრავი ერთ ადგილას თავმოყრილი და ჯაჭვებით ადიოდნენ და ეხლა უბრალოდ კიბეები აყვანილი დიდი მოგების წყაროა ბერძნული ხელისუფლებისთვის, უამრავი ტურისტი მიედინება და არა მარტო იქ რა თქმა უნდა, ანუ კულტურულ ძეგლებათაც არის გამოცხადებული, ისე რომ ჩვენს მონასტრები მათ უფლება არ აქვთ რომ დაკეტონ მონასტერი, ეს გასაგებია. მაგრამ როგორც კი გახდება 4 საათი, შიტის ვერ გადაფრინდება იმ მონასტერში, იკეტება მონასტერი. მხოლოდ მღვდელმთავარი თუ შევა ამის შემდეგ, ვერავინ სხვა. ან ცალკეული კურთხევით ესა თუ ის სასულიერო პირი. მივაზრეთ თქვენ სიმართლე. მაპატია თუ ხელდასხმა მიგიღია, თუ შენ პრაქტიკულად ერში მოღვაწეო და არა მონასტერში, მაშინ კეთილინებე და მიიღე ყველას აღსარება. მამა კაცისაც და დედაკაცის, ან რა განსხვავება, ეხლა მეტყვით რომ აი ბერები არიან, ერიდებიან, კარგით რა. ასეთი ბერები მე ვიცი წინა საუკუნეებში და ბევრი გაბერილი ვიცი დღეს. ან მოვლენ და ბერი ესა და ეს ვარ, თქვა კირიოლი. შეგმავერისი მე ვიცოდი ბერი იყო გრიგოლ ხანძთელი, ანტონი დიდი, ჩვენი მამა გაბრიელი. ბერი კი არ უნდა თქვა წირმონოზონი. ბერი ეს უკვე ღმერთშემოცილი ადამიანია და ხარ ასეთი თავშაკინდრავენ ხოლმე, უკაცრავად მამაო. გაბერილები ნამდვილად ვართ. ღიპით, ჯიპით და ასე შემდეგ. გულახდილობისთვის ვამბობ ამას. და ცოტა თავმდაბლობა ვიქონიოთ. და როცა არა გაქვს ასკეტური მოღვაწეობა, კეთილინებე და მიიღე ყველა ვინც მოვიდა მონასტერში. თუ არა და იცით რა, ფარგალიტი უნდა იდგეს მონასტერში, დიდი შულის კანონით, ჩააყენე მეკარე ფარგალიტი და უბრძანე რომ არავინ შემოუშვას დედაკაცთაგან. გააკეთებ ამას, არ გააკეთებ. სხვადასხვა მიზეზების გამო, იმიტომ რომ კულტურული ძეგლიც არის და უბრალოდ არ გეყოფა სიმამაცე საამისოდაც. კიდევ შემოსავალი მოგაკლდება, გინდა გითხრა, ჩუმად ყურში კიდე რა მოხდება. ამ ყველა მიზეზის გამო შენ ყველას უღებ კარს, მაგრამ როდესაც მოდის ადამიანი საზიარებლად და ესე იგი უნდა რომ გამოთქვას თავისი სინანული, შენ ამაზე უარს ეუბნები. ვეზიარო თუ არა, მე აქედან მკაცრად შეუთვალე. ჩვენთან ეზიარება ვინმე აღსარება მომზა არა. მაშასე შენ ჩემი სულიერი შვილი ხარ, მანდაც კახეთის ამ მონასტერში. არ ეზიარ მაცესი. ეგ არ არის ჩვენი ტრადიცია. წერტილი და არა სამწერტილი. ჩვენთან რა წანამძღვრები იყო, რომ დაიწყეს ეგევითარი მოუმზადებელი მრევლის ზიარება. აქ დაიწყო დიდი მოძრაობა, დოღილი, ჯერ ეკუმენიზმის მომიზეზებით, მერე სხვადასხვა კიდევ საკითხებით გზადაგზა ჩამოყალიბდა და საბოლოოდ აქ დაიწყო მოძრაობა განხეთქილებისთვის. შედეგად წარმოიქმნა ერთი პატარა სქიზმა ბოსტონური. ესე იგი საბერძნეთში თქვენ რომ სამაგალითოდ მიგაჩნიათ, ჩვენგან განსხვავებით 7 სინოდია, 7-ად არის ეკლესია გაყოფილი და არ აქვს ერთმანეთთან ევქარისტიული კავშირი. განხეთქილებას რაც შეეხება ჩვენი პატრიარქი ხშირად იმეორებს ხოლმე საუბარ ქადაგებებში. ეს ისეთი მძიმე ცოდვა რომ საკუთარი მოწამეობის სისხლითაც კი ვერ გამოისყიდ. ეს სულ რომ ეწამო ქრისტესთვის, მაგრამ განხეთქილების მოქმედი იყო, ან არ იყო ეკლესიაში და გამოსული იყო, წარწმდები.
გესმით საყვარელი, ეგ მაშინ როცა უფალი ამბობს, იმაზე დიდი სიყვარული არ არის, რომ ჩემთვის, ანუ სახარებისთვის, ანუ ესე იგი მოყვასისთვის სული თვისი დასდვა. ეწამო. ამას დიდი სიყვარული არ არის და ეგევით არის სიყვარულის კი არ გიხსნის, თუ განხეთქილების მოქმედი ან მონაწილე იქნები. წარმოიშვა ეგრეთ წოდებული ბოსტონური სქიზმა. საბურთალოს რაიონში არის. მადლობა ღმერთს იქ მეზობლად ჩვენი ყოფილი სულიერი შვილი, მქადაგებელი მღვდელია, ის ტაძარი ჩვენმა მრევლმა ააგო ჩვენთან ერთად და ღვთის სიტყვას ქადაგებს, ურიცხვი მრევლი ყავს და ამიტომ ამათი ხმა სქიზმატების საერთოდ არის იმ თაზეც კი არ იციან რომ არსებობს ასეთი სქიზმა ყველა. ეხლა რა მოხდა? როდესაც აი ეს ფრთა მღვდლებისა ვითომ ეკუმენიზმის მომიზეზები და სხვადასხვა მიზეზებისა გავიდნენ ეკლესიიდან, ერთი ნაწილი მათგან ისინი ორად გაიხლიჩდნენ ის და ერთი ნაწილი დარჩა და მე მახსოვს ეს სტატიები სახშიც მაქვს შენახული ის ფრთა როგორ ლანძღავდა საჯაროდ ყველას გასაგონად მეორეს რატომ დარჩით მაგ მწვალებლურ ეკლესიას საქართველოს ეკლესიას მწვალებლურ ეკლესიას უწოდებდნენ და თვითონ არიან ახლა განხეთქილებაში ბოსტონურ სქიზმაში სინამდვილეში სხვა შორის წარმოშობით მათი მეთავები ვინც გავიდნენ ებრაელები არიან და ესე ძალიან დამაფიქრებელია სხვათა შორის მაგაზე მე ვილაპარაკობ და ესენი პასუხობდნენ რომ ლანძღავდა ის ფრთა გასული ეკლესიიდან ჩვენ აქ იმისთვის დავრჩით მე კონკრეტული გვარსახელების კი შეგვიძლია მოგიყვანოთ როგორც ერისკაცების ისე მგლებიც ვინც ამას იქმოდა ჩვენ აქ იმიტომ დავრჩით რომ შიგნიდან გამწმინდოთ ეკლესიაო და თქვენ იცით ამასობაში ამ სამათეულ წელიწადში რა მოხდა უამრავი მონასტერი ააშენეს სამათ საკმაოდ ბევრი სამრევლოები აქვს და საკმაოდ მრავალრიცხოვანი როგორც კი სიო დაფერავს მაშინვე გავლენ საქართველოს ეკლესიიდან და წაიღებენ თან ამდენ ეკლესია მონასტერს და ამდენ ადამიანს აცდუნებენ და გაიყვანენ წმინდა ეკლესიიდან ამათვის არანაირი ავტორიტეტი არ არის კათოლიკოს პატრიარქი სამწუხაროდ აი ცოცხალი მაგალითი პეტრე პავლობა გადაიქუხა რა ჩვენთან ამ ტაძრის დღესასწაულს მაგალითად ერთი მათგანი ვინც ზიარებას აპირებდა უცხო სახეები როცა მოდიან მღვდლების ხარ ჩვენი გაფრთხილებული და მეც თავად ვეკითხები საიდან არიან და როგორ მოემზადნენ მწუხრი თუ მოისმინეს სისხლის ლოცვა კანონი თუ შეასრულეს აღსარებად თუ დადგნენ არა იცით რა მამა ორი კვირის წინ თქვი აღსარება მე ვუთხარი ვერ გაზიარეთ ეს არ არის ჩვენი ტრადიცია და არის პატრიარქის კატეგორიული აკრძალვა ну ამაში კიდევ კეთილგონიერება აღმოჩნდა და ბოლომდე დარჩა წირვის და არ დაკრა თუ იყვნენ აქ ზოგიერთები იმ მღვდლებისგან მოსულები იმ სამრევლოებიდან როცა ეს უთხარი განუმარტე კიდეს მათ შორის წმინდა მამებიდან ბოლოს ეწარმოდნენ მამებს უხსენებ ასე დიდ ავტორიტეტს რომელიც ჩამოვთვალე და ამბობენ რომ ჩემმა მოძღვარმა მაგურთხა შენი მოძღვარი ვერც ბასილი დიძე მაღლა დადგება ვერც პალამაზე და ვერც წმინდა მამაზე გარდა მაგისა შენი მოძღვარი ჩემი მოძღვარი არ არის რომ მაგურთხოს და შეუსრულო ეგ დარღვევა ეგეთი რამე არ ხდება და წევრაკრულით 2-3 გავარდა აქედან ეს მე ნირს არ წამიხდეს როგორ წამდა და ვაღიარებდი ყვალად ისე გავაგზელებთ მღვდელსახურებას მაგრამ ვაი მოძღვრებისა რომელთაც დაბნეულობა და განხეთქილება შეაქვთ როგორც საკუთარ შვილებში სულიერ შვილებში ესრეთ ერთიანად ადგილობრივ ეკლესიაში მე მსურს ერთ-ერთ მღვდელთავარს მიტროპოლიტს უკვე ველაპარაკე რამოდენიმე დღის წინ რომ წმინდა სინოდს წარუდგინო ოფიციალურად წერილი იმჟელონ ამ საკითხზე ბოლოს და ბოლოს რატომ არღვევს ამდენი სამღვდელო თუ საერო ტრადიციას ჩვენი ეკლესიისა სრულიად ეს ტრადიციაც არ არის როგორც ასეთი მხოლოდ იმ ტრადიციის უკან წმინდა მამათა სწავლება დგას მოციქულებისა და წმინდა მამების რატომ არღვევენ წმინდა მამათა ამ დადგენილებებს შეგონებებს და სწავლებებს აი ამაზე მსურს როგორც ერთ მღვდელთაგანს იმჟელოს იმიტომ რომ აშკარად ხედავ რომ უკვე განხეთქილებით ემუქრება ეკლესიას თქვენ თვითონ წარმოვიდგინეთ აბა აი ამ ტაძარში ეზიარებიან ძველი ტრადიციით და სხვა ტაძარში ეგრეთ წოდებული ის ბერძნულიც არ არის ჩვენ ახლა ვაჩვენებთ რომ ის არც ბერძნულია სინამდვილეში ეს არის სინამდვილეში პროტესტანტული სულისკვეთების სწავლება არც მეტი არც ნაკლები ეს საკითხი ძალზე მაწუხებ და დიდი ხანი არის ცალკეულ სასულიერო პირებსაც დაველაპარაკე მათი აზრი შემეტყო მათ შორის მღვდელთავრებს
აი ახლა რამდენიმე დღის წინაც მქონდა ასევე საუბარი და ბოლოს მომიწევთ აზრი, რომ მივმართო ოფიციალურად წერილი წმინდა სინოდს. იმსჯელონ ამ საკითხზე. Როგორ შეიძლება ერთი ეკლესიის წიაღში ერთი ასე ეზიარება, სხვანაირად და სრულიად საწინააღმდეგოდ ეს იწვევს უსიამოვნებას. მაგალითად, აი გამეწყრა 2-3 ადამიანი დაკრეს ფეხი და ყმერი წივილით გავარდნენ ეკლესიიდან, რატომ არ ვაზიარებ. თან განმომარტე რატო არ ვაზიარებ და ვეუბნები, რომ ვერც ბასილზე მაღლა დავდგები, ვერც წმინდა მამასე, ვერც მოციქულთა დადგენილებაზე და მასწავლებაზე. არა! ჩაბჟირდა. ფეხები მიბაკუნა, მაინც უნდა ზიარება. ჩემთან დავა და კამეთე კაფანდარა მოხუცი ვარ, ძალიან ადვილია, მაგრამ ჭეშმარიტებასთან შეუძლებელი. ლოდი რომელიც შეურაცხმეს მასშენებელთა ქრისტეზეა ლაპარაკი. ესე იქნა თავკიდეთან. ან სხვაგან ნათქვამია ფსალმუნებში. ვაი მას, ვისაც ეს ლოდი ქრისტე დაეცემა. იქ დაიმსხრება თუ თვითონ დაეჯახება ამ ლოდს, ასე ვთქვათ. და აქ კიდევ გასრესავს, თუ ლოდის ქვეშ მოყვება. ვის შერჩენია ქრისტესთან ბრძოლა 2000 წელიწადია ებრძვიან ქრისტესა და მის წმინდა სხეულს ეკლესიას. მაგრამ ეკლესია დღემდე დგას და ადიდებს ყოვლადწმინდა სამება ღმერთს და მისი ეს ტელმორქინალი ყველანი მიწაში შეჭამა უკვე. და ამათაც იქ გაისტუმრებს სიკვდილი, თავის დროზე თუ არ შეინანეს. ეხლა ზოგიერთი მეტყვის მედიდურა თუ ამავე სიკვდილით ყველა მოკვდება. სიკვდილიც არის საყვარელო და სიკვდილის ზოგი მართლა კვდება და ზოგი გარდაიცვლება. როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი კვდა ამ სოფლიდან იმიერ გარდასახლდება ზესთა სოფელში. ეს სულ სხვა რამეა. სიკვდილი მერე ნახეთ, მერე ვნახოთ ყველა, როდესაც უფალი საკოლოთო სამჟავროზე გვეტყვის პირადად, არა გიცი შენ. ვისაც გვეტყვის სიხარულის, ნეტარების, სინათლის წყარო არის უფალი ღმერთი. და ვინც ღვთის პირიდან განიგდება მის სამჟავროზე, ეს ყველაფერი მას მოესპობა. სრულ სიბნელეში, უნოგეშობაში, სასოწარკვეთილებაში იქნება. არათუ წმინდანები, თავად მეორე ნათლად წოდებული ანგელოზები პირველი ნათლისგან, ყოვლადწმინდა სამებისაგან, კერძოდ სული წმინდა ღმერთისაგან ამ შემთხვევაში აღმოივსებენ თავიანთვის სინათლესა და ნეტარებას, სიბრძნესა და სიკეთეს, რომლის გარეშეც არაფერი მსგავსი არ არსებობს. წმინდა სინოდმა იმჟელა თქვათ ქართულ საგალობელზე, განაგდო ეს ეგრეთ წოდებული ცალხმიანი გალობა ბერძნული და კვლავ ერთხელ დააკანონა სამხმიანი, მრავალხმიანი ქართული გალობა და სავალდებულო გაუხადა ყველას. მე ვიცი მღვდელთაგან ზოგიერთები ჩუმჩუმად ისევ ეგრეთ წოდებული ბერძნული გალობით გალობებული. ანუ ეს რას ნიშნავს? ყველაზე არსებითი არ აქვს ასეთ სამღვდელოსთან მორწმუნეს. მორჩილება. ვისი წმინდა მამების, სოფლიო განჩინებების და აკერძო სწავლებების დიდთა ღვთისმეტყველთა მამათა და მათ შორის ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის. წარმოიდგინეთ ახლა. რა ძალაუფლება აქვს მიცემული პატრიარქს და როგორ ეურჩებიან. აგრძელებენ კვლავინდებურად ვინ ბერძნულ გალობას, ვინ ბერძნულ წესით ზიარებას, უпростоრად დაჟას ზიარებით საკუთარი ბრევლის. დაახლოებით თვენახევრის წინ ერთ-ერთ მონოზონთა საუბარში გაირკვა, რომ არის ვინმე მღვდელმონაზონი კონსტანტინე, რომელსაც აქვს აღშფოთებულია ამგვარი ეგრეთ წოდებული ბერძნული წესით ზიარებით და წერილის კი დაწერა კითხვა მიგების სახით, ფორმით. თხოვე მოეტანა ეს წერილი, იმიტომ რომ მეც მაწუხებდა ეს საკითხი, დაუხილე საუბარში ამ მონოზონს. წავიკითხე და იმდენად მომეწონა, რომ მღვდელმონაზონ კონსტანტინეს კურთხევა ვთხოვე, რომ მეთარგმნა, რადგან ავტორი ის არის და ცდილობის ამბავია, არაეთიკური იქნებოდა მოგეწონა თუ არ მოგეწონა, რომ უკითხავად ცოცხალი ადამიანია, ავტორი ის არის და არ კითხოთ. თუმცა რასაც ის გამოთქვამს, იგივე შეხედულებები მაგრამ მან დაგვიწერა ეს ამ ფორმით. მომცა ლოცვა კურთხევა და მთხოვა ერთი რამე, რომ როცა ამ მონაზონთა საუბარში თქვი, რომ პატრიარქმა კატეგორიულად და შერისხვითაც კი აგრძალა მეთქი, რომ თუ შეიძლება ეს სადმე დაწეროთო. მაგრამ მე შეუთვალე დღეს ამ მონაზმის პირით, რომ მათთვის არ არის პატრიარქის სამწუხაროდ ისეთი ავტორიტეტი, რომ ამას თუ ჩვენ ჩავწერთ, მათს რაიმენაირი მოქმედება. პაპატია ახლა მე წმინდა მამებს წარმოგიდგეთ, მათ შორის ერთი დღეს იხსენება მეთქი.
ნიკოდიმოს მთაწმინდელი, მისი განმარტებანი პიდალიონისა. ეს არ არის, ესენი არ არიან მათთვის ავტორიტეტები და ეურჩებიან და რაზეა ლაპარაკი? ვის დაუჯერებენ ისინი და ადამიანს მეტადრე სამგდელოს, რომელსაც არ აქვს მორჩილება, რაც ხონებაზე და რა სწავლებაზეა ლაპარაკი. აგერ დღეს დაემთხვა თუ როგორც იყო 260 კულო იკითხებოდა ერთი კვირიაკეთხის და ერთი 6 მსოფლიო კრების მამათა მათი ხსენებაა მეთქით. ერთ-ერთ მათგანში პავლე მოციქულიდან იყო ფრაგმენტი ამოღებული კერძოდ რა დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა ვითარცა უფალსა. უბრალოდ კი არ დაემორჩილეთ. როგორც უფალ ღმერთს ისე ამ შეხედველობაში ყავ პატრიარქი. პატრიარქი ყველა ეპარქიის წინამძღოლია და ყველა ტაძრის წინამძღოლია. აი ახლა განსაკუთრებით თავისი ეპარქიაში. აქ რომ პირობითად ჩემზე იტყვის რომ მე ვარ წინამძღვარი, მამა ივანე მეორე მღვდელია, მამა გიორგი მესამე, ეს ძალიან პირობითი. აქ სინამდვილეში წინამძღვარი არის უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქი. მე ვარ ერთ-ერთი მღვდელი. რიგითობით ასე განსაზღვრა თავად პატრიარქმა, ვარ ამათ შორის პირველი. სულ ეს არის. მეორეს მხრივ აქ კერძო გარემოება, ესენი ჩემი სულიერი შვილები იყვნენ. ხელდასხმის უხუცესობითაც და სულიერი მამაშვილობითაც მათზე მაღლა ვდგავი, მაგრამ ეს ყველაფერი არის პირობითი. ყველაზე მაღლა ის დადგება ქრისტესთან, ვინც ყველაზე მეტად დაიმდაბლებს თავს ქრისტეს სიყვარულისთვის. აი ვინ არის ყველაზე მაღალი უფალთან. მაგრამ მეორე მხრივ ისიც მინდა ვთქვა, რომ სასულიერო წოდებიდან დაიწყება ამ სოფლის განკითხვა. ამაზე თუნდაც თქვა პეტრე მოციქული თავის ეპისტოლეში, გასავით არა მარტო რა თქმა უნდა ეს მოციქული. ჩვენგან სამღვდელოებიდან დაიწყება წუთი სოფლის განკითხვა. რატო? უსამართლობა სულაც არა. ვისაც მეტი მიეცა, მას მეტიც მოეკითხება. აქ რომ მოგწონს ეს პატივი დიდება, დეკანოზია, მიტროსანია, ორი ჯვარი აქვს, წინამძღვარია, პირველია თუ მეორეა, იქ რატომ როგორ მისცემ პასუხს, რომ რაც მეტი მოგეცა, მით მეტი პასუხისგებლობა დაგეკისრა მაშასადამე. აი იოანე ოქროპირი ჩვენგან არაერთის ხსენებული მისი ლიტურგიას აღვასრულეთ, რაც ამბობს ერთ-ერთ თავის ქადაგებაში. ჰოი მამაო, ჩვენ მღვდლებს გვასწავლის. მაშინ ვიყავი ახლა ნაკურთხი მღვდელი, მრევლი მიმრავლდებოდა და აი ჩემთან უნებურად შიში შემომივიდა გულში, რომ ნუ თუ ამდენი ხალხი ძალიან დიდი მრევლი მყავდა ყოველთვის. ყველაზე პასუხი მე უნდა ვაგო. და აი იოანე ოქროპირთან ბედად თითქოს საგანგებოდ სინამდვილეში. ნახე ესეთი ქადაგება, მაშინ ხელ და ხელში იმდენად ცოტა იყო წიგნები, სასულიერო ლიტერატურა და ქსეროზე გადაღებული ასლი იყო, ესე იგი ძლივს კითხულობდი, ისეთი მკრთალი იყო, ალბათ 23 პირი თუ იყო გადაღებული. და იქ ასეთი სიტყვებია ძალიან დამაფიქრებელი. ჰოი მამაო, მღვდლებს მოგმართავთ, ყველას ნუ ჩათვლი სულიერ შვილთან, ვინც შენ მოგმართავს და აღსარებას გეტყვის. რადგან ვისაც შენ ჩათვლი სულიერ შვილად, ვისაც ჩათვლი, იცოდე რომ მისთვის პასუხს მისცემ ღმერთს. როდესაც წარდგები შემდგომად მიცვალებისად მეტადრე საყოველთაო განკითხვის ჟანრს. მას ვინ არის სულიერი შვილი ბოლოს და ბოლოს? ესენი არიან ისინი, ვინც ზედმიწევნით ასრულებენ სულიერი მამის ლოცვად კურთხევას. თორე აქ ვიცი ეგრეთ წოდებული და არა მარტო აქ სულიერი შვილები დარიგებას ვაძლევ და მე მარიგებენ როგორ დავარიგო. ან რატომ არ შეასრულებენ? რომ აი ეს მამა 100 ამბობს, რომელიც უკუღმა ესმის, რა თქმა უნდა, ამ ადამიანს. ესე იგი, როგორც თქვენ იტყოდით, ნატამალი არა აქვს მორჩილებისა. არის ყოყლოჩინა, ამპარტავანი, ზვაობარი. აგერ ერთ-ერთი წირვის შემდეგ გამოვდივარ აქ და სასულიერო აკადემიაში სწავლობდა ერთი ჩვენი მრევლთაგანი. ხო, დაგლილი ვარ ხოლმე, ჩეულეთ ახლა მით უფრო როცა დავადი მრავალნაირად და ასაკიც მომემატა და ძლივს მივათრებ ფეხებს გულახდილად რო გითხრათ, საკურთხევლიდან გამოსული ქვევით ჩავიდე. უკაცრავად მამაშვილობისთვის გეტყვით, პროსტატის ჟირკვლის ქრონიკული ანთება მაქვს და ვინც ექიმია ან წაკითხული აქვს, იცის რაც არის ეს. ერთი სული მაქვს ჩავიდე ფეხსალაკში. აქ ერთი ჩოჩქოლია შევხედე და მოთხარ რა ჩოჩქოლია მეთქი, აი ემან სტოვასთან. და გამოეყო მას ერთი მათგანი, რომელიც ამაყი იყო, მე ხომ ის აღსარებებს ვისმენდი და მეო შენზე განათლებული ვარ, მღვდელს მეუბნევამე, რომ ციკო რატომ უნდა თქვა მრევლში. თავს იმაღლებს. რატომ არის რომ შენ გისმენენო და მე არ მისმენენო? ხილვილი გადაბეფინა სახესე, რა უნდა უთხრა, თავში ჩაუკაკუნე მამაშვილურად და უთხარი, შენ აქედან ლაპარაკობ თავიდან, მე გულიდან, აი ეს არსებითი განსხვავებაა. და მოიგონე უფლის სიტყვები, რომელიც ამბობს მე ვრებ ყოველი ადამიანის გულის კარზე, ის გულის კარზე რექს და არა თავის.
კი ვიცი განათლებული ხარ ყველაფერი მაგრამ ცოდნა ესე იგი ცოდნა აპარტავნებს და სიყვარული აღაშენებს ამბობს მოციქული პავლე რადგან ასეთი ცოდნა ასეთი ყოყლოჩინა მღვდელს მრევლში წირვის შემდეგ ქადაგების შემდგომ აი ამას მეუბნები მე წავიდა სტრასბურგში დაამთავრა სასწავლებელი ხო ამდენი განათლება შეიძლება და ბოლოს ბევრი იარა თუ ცოტა იარა ფოლკლორში რომ არის ნაქვამი ისევ ჩემთან მოვიდა სამსახურს ხომ არ მიშოვიო მაგალითად საპატრიარქოში სასულიერო აკადემიაში მე უთხარი იქ სიახლოვე არავისთან არ მაქვს მაგრამ გავგზავნე ძველი მამაშვილობისთვის ჩემს სულიერ შვილთან რომელიც საპატრიარქოში ერთ-ერთი განყოფილების უფროსი იყო მას მიმართე მეთქი და მანაც ჩვენი სიტყვისაებ მიიღო და სხვა რადგან ასეთი განათლება თუ სულიერება არ მოსდევს თუ დაღუპავს ბევრი ერესიარქი ან უწყვალებლობათა დამაარსებელი იყო უგანათლებულესი ადამიანი მაგრამ არ ქონდათ თამდაბლობა და სულიერება არ ქონდათ როგორ ამბობდა ხოლმე ჩვენი მამა გაბრიელი ქრისტე ღმერთი დედამიწაზე თამდაბლობითა და სიბრძნით შეიცნესო თამდაბლობითა და სიბრძნით აი რას უნდა ვესწრაფდეთ ვისაც თამდაბლობა არ აქვს იმას სინანულიც არ აქვს ფორმალურად კი დადგება აღსარებას მაგრამ გულს გარეთ აკეთებს და ამბობს ყველაფერს და ღმერთი გულს გარეთ არაფერს არ იწირავს კარგად იცოდეთ ამიტომ თქვა დავით მეფესე ნახე კაცი გულისა ჩემისა გულითადობას ეძებ ჩვენში შეიძლება არ იყო განათლებული წერა კითხვაც კი არ იცოდე მაგრამ გულითადი მორწმუნე იყო და ღმერთი შენთან იყოს არაერთი მაგალითის მოყვანა აი მსოფლიო კრებაა ნიკეის და გაუნათლებელი ბერი იყო რომელსაც წერა კითხვა არ იცოდა მაგრამ ღვთივსულიერი იყო და მწვალებლების დიდი ნაწილი დაარწმუნა თავისი უბრალო მსჯელობით ნიკოლაოს საკვირველთ მოქმედი ჭეორმეტყველი იყო და მისიც არ ისმინეს სპირიდონ საკვირველთ მოქმედი იმავე კრებების იყვნენ ესენი სასწაული მოუხდინა ერთი სამადაქცია ამანაც არ დაარწმუნა და კონსტანტინე დიდი და მირონცხებული მეფე რომელიც ეკლესიის გარე ეპისკოპოსია მირონცხებული მეფე ბოლოს უსმინა და უყურა რა ამის ურჩობას თავად გამოუტანა განაჩენი გადასახლება ექსორიობა და ღმერთმა გზაშივე გადასახლების ადგილსაც არ მიაწია ფერცალახში ესე იგი განავალში დაასრულა სიცოცხლე ჩავარდა გოლება დაკარგა და მოკვდა რაც ენაზე ჰქონდა იქ დაამთავრა სიცოცხლე ეს ძალიან დამაფიქრებელი უნდა იყოს ყველა განხეთქილების და მწვალებლობის მოქმედთათვის. ეხლა ზოგიერთები იტყვიან, მოდი იუმორის გავურიოთ, ფეხთალაგები თითქმის აღარ არის მეტატრე ქალაქში და ეგ ჩვენ არ გვემუქრება. არაფერია, არ არის აუცილებელი ფეხთალაგში განუტევო სული. ბევრი საზარელი აღსასრული არსებობს ადამიანური სიცოცხლისა. და რაც თავარია, აი იქ როგორი იქნება, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. უფლის წინაშე ზეცაში. ძალიან გაგვივრცელდა სიტყვა, მოკლედ არსებობს ეს მოძრაობა, არსად არ წასულა, თანდათან ძალას იკრებენ ფიზიკურად, ამრავლებენ მონასტრებს, სამრევლოებს და ერთხელაც იქნება, არ ვიტყვი რომ ეს მშვენიერი დღე იქნება ჩვენი ეკლესიისთვის, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენენ, მრევლიანად, მონასტრებიანად გავლენ ეკლესიიდან. თუ დროზე არ შეჩერდა ეს პროცესი. ესე იგი, მეორე მხრივ რა არის? აი უბრალოდ მე მიკვირს, როგორც რიგითი მღვდელი ვკითხულობ, როგორ დავიჭერო, რომ ის რაც მე მაწუხებს და რამოდენიმე სასულიერო პირს, არ აწუხებს მღვდელმთავრებს და არ აწუხებს სხვა სასულიერო პირებს. მე მეცაც გეტყვით. აი ეს ემოხსენებული კრების შემდეგ პატრიარქმა რომ მოიწვია, გავიდა დაახლოებით 7-8 წელიწადი და ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა პატრიარქის ლოცვა კურთხევით ასევე კრება მოიწვია მცხეთა-თბილისის სამღვდელოების. ჩემ წინაშე იჯდა ერთი მათგანი, რომელიც უზიარებელი, ესე მოუმზადებელი აზიარებს ხოლმე მრევლსა. დავეკითხე იმ მღვდელმთავარს, მიტროპოლიტია. მაპატიეთ მეთქი, ბევრი კითხვები ისმოდა სულიერ საკითხებზე. აი ეს უჩვეულო ტრადიცია, წესი რომ შემოდის, როგორ არის მეთქი. იმ მღვდელმთავარს დიდი ძალაუფლება აქვს საპატრიარქოში. როგორც იტყვიან ხოლმე, კოლექტივის თავმჯდომარის გვარსა და სახელს ჯერჯერობით არ ვასახელებ. და უთხარი ეს და რა თქვა? დიახ, ეს მართებული ტრადიციაა. მე უთხარი როგორ მეთქი, წმინდა მამები ერთ ძვას სწავლიან და თქვენ მეორეს ამბობთ და ამკვიდრებთ. ეხლა მე მივხვდი, ეს ჩემი ვარაუდია, მტკიცებას ვერ მოყვები.
ამ მღვდელმთავარს მომავალში, როცა ფიქრობს, რომ პატრიარქი ახალი უნდა აირჩიოს, დაჭირდება ეს ზალა მღვდლებისა, რომლებიც თავიანთი ეგრეთ წოდებული ბოევიკობით გამოირჩევიან ეკლესიაში. დაეყრდნობა ამ ძალას, რომ ავიდეს პატრიარქის საგდარზე, მაგრამ მე პატრიარქის სიტყვებითვე ვიტყვი. ერთ-ერთი მღვდელმთავარი შევარდნაძის ოჯახში იარებოდა, ვითომ და მათი მოძღვარი იყო. თქვენ გჯერათ, რომ თეთრ მელას მოძღვარი ყავდა. და იმიტომ ეს მისი საქმეებიდან არ ჩანდა, არც მანამდეც და არც მერე. და ესე იგი, თურმე მას მოუნდომებია პატრიარქობა. და მან მიაღწია პატრიარქის ყურამდე. ხო და სინოდის კრება და პატრიარქმა შვიდად როგორც შევია სიყვარულით უთხრა, რომ გავიგრო თურმე შენო გინდაო პატრიარქობაო. მაგრამ უნდა იცოდე, რომ ეგ აქ არ წდება დედამიწაზე, ანუ თქვათ შევარდნაძის პირველი მდივანი იყო თუ რაც ერქვა მაშინ, ყაჩაღი რო შემოვარდა კრემლიდან. მასთან კი არ წდებაო. ეს ხდებაო ზეცაში, უფლის მიერ. და როდესაც ჩვენ საუბრობდით, რომ ძალიან ახლოვდება მეორედ მოსვლა იქამდე, რომ პატრიარქი შეიძლება ცოცხალი შეხვდეს და ჩვენგან ზოგიერთები, ერთ-ერთი მიტროპოლიტი პირდაპირ აღშფოთა, ის ლიბერალების ერთ-ერთი კანდიდატია, რომ გახდეს მერე პატრიარქი, ღმერთმა არქნას. და ესე იგი გაგულისებით უთქვია ერთ ქადაგებაში, რომ ესა და ეს მღვდელი ქადაგებსო, რომ ბოლო პატრიარქია და როგორ მოხდება ეგო? აი ასე მოხდება. აბა ჯერ ამ მღვდელმთავარმა მიპასუხოს, როგორ მოხდა, რომ მათუსალა 999 წლის იყო და ცოცხალი იყო. აბა ამიხსნას. ეხლა თუ მეტყვის, რომ მაშინ ხანგრძლივობა სიცოცხლის დიდი იყო, დავეთანხმები, მაგრამ მათუსალა გამოირჩა ყველასგან, ყველაზე დიდხანს სიცოცხლა. რატო? იმიტომ ღმერთმა ასე ინება. და თუ ღმერთი ინებებს, ვის შეუძლია წინააღმდეგეს? მის წინაშე ბუნების ძალებიც კი იცვლება. აი ეს არის სწორედ სასაული. არაბუნებითად რომ ხდება. როგორ შეიძლება მაგალითად დიდი მამა სპირიტონ საკვირველთ ვეფედი 17 საუკუნის წინეთ შეისვენოს, გარდაიცვალოს და გაუხსნელი იყოს. არა თუ სული მისი, არამედ სხეულიც კი და არა უბრალოდ გაუხსნელი, არამედ თბილია და ცოცხალი ადამიანის ტემპერატურა 1700 წელიწადია 36 და 6. აი ამიტომ ქვია ამას სასაული. ბუნებითი კანონებით აუხსნელია, მაგრამ ღმერთისთვის რა არის საგვარელო შეუძლებელი თუ ჩათვლის. გამიგეთ საგვარელო. გარდა მაგისა, თავად პატრიარქიც ქადაგებს, რომ ძალზე დაახლოა მეორედ მოსვლა, უფრო ახლო, ვიდრე თქვენ გონია და გულამოვსყრით, გითარგმნით, გიქადაგებთ, რა ნიშნებია, რომ ნამდვილად ახლოა. მიიღებთ, გამოფხიზლდებით, მოემზადებით, ანუ განიფრთხობ ძილისაგან ცოდვებისა, დიდება უფალს. არა, აი ახლა მე ლიბერალების ენით გეტყვით, ეს თქვენი არჩევანია და მისცემთ პასუხს, თუ არ გამოფხიზლდებით. რა თქმა უნდა, ჩვენი ეს საუბარი მათთვის ძალიან აღმაშფოთებელი გახდება, სამღვდელოთა იმ ღვთისთვის და მრევლისას. მაგრამ გლიშიში ცხარი ვის გაუწყვეტია, არიქა რამე არ თქვა, რომ გადაბრუნებული სიყვარული, მაშინ ძალიან პატივმოყარე უნდა ვიყო, რომ არიქა ვინმე რამე არ თქვა და დავფაროთ სიმართლე და ჭეშმარიტება. რატომ უნდა დავფაროთ? როცა იღუპებიან ადამიანები და ჩვენ ახლა ვნახავთ წმინდა მამებიდან, რომ სწორედაც წარწმედა სულისა მოუმზადებელი ეზია, რომ ქრისტე მაცხოვრის ყოლაწმინდა ხორცს გარდა მაგისა ეკლესიის სწავლები მხოლოდ მისი ყოლაწმინდა ხორცი და სისხლი კი არ შემოდის იარებისა თავად უფალი ჩვენთვის და თვით ანგელოსთათვის მიუწვდომელი სახით შედის მაზიარებელ ადამიანში. და იოანე ექროპირი ესეთ მარტივ შედარებას აკეთებს. აი ვთქვათ ელოდების სტუმარს შენთვის პატივსაცემს. სახლი არეულია, რა თქმა უნდა დაალაგებ. სადილი თუ არა გაქვს, საუკეთესოს მოამზადებ. ღვინიდან საუკეთესოს დაუდგამ ტრაპეზზე. და გახარებული შეხვდები შენთვის საყვარელ სტუმარს. ეს ადამიანს რაც შეეხება. ახლა წარმოედგინე საყვარელო, რომელიღაც ლიტონი ადამიანი კი არა, თუნდაც კეთილშობილი, თანამდებობის პირი, ასეთი, ისეთი, თუნდაც ზნეობრივად კეთილშობილი, არამედ თავად უფალი ღმერთი, მიზეზი, ყოველივე ხილულისა და უხილავისა გარდამოდის ზეციდან, რომ შევიდეს შენში და განწმიდოს. არ შეხვდები ღირსეულად? იქ სახლი დაალაგა, სადილი მოამზადა, ესე იგი ყველაფერი მოაწესრიგა.
შენ როგორ უნდა შეხვდე ქრისტეს? შენი ხორცი და სული სხვა რა გაბარია აქვს ისაგან. ხორცი და სული პირველ ყოვლისა უნდა მოაწესრიგო. როგორ? სინანული უნდა გქონდეს ჩადენილი ცოდვების გამო, ანუ განცდა საკუთარი ცოდვების. სინანულს განსაკუთრებულად აღვიებს არა გემოთმოყვარება, არა ნაკროვანება, არა მოსმურობა, არამედ პირიქით მარხვა. შენი სინანულის საბოლოოდ უნდა გამოთქვა აღსარებაში. სასურველია თქვა, იმ დღეს თუ არის საშუალება, თუ არა წინა დღეს მაინც. და ეს მამა კონსტანტინე მსჯელობს, რომ მრევლში დასაშვებია, იმიტომ რომ მონასტერში რამდენადაც მეტი დრო აქვს მორჩილებებისთვის და სხვა, აქ მოგიყვანთ კონკრეტულ მაგალითებს, ბევრ ძალზე ცოტა აქ დრო, ზოგი მრავალშვილიანი დედაა და ეს მაგალითებიც მოყავს მას ამ წერილში და სხვადასხვა. ამიტომ რაღაც შეღავათები, რა თქმა უნდა, ეკლესიაში იარსებს. აი მაგალითად ადამიანი არის ღრმად მოხუცებული, უჭირს სიარული. ყავს მძიმე ავადმყოფი ან მეორეს ხრი, რომელსაც თავზე ადგას. მისი ყურადღების გარეშე შეიძლება დაიღუპოს ეს ადამიანი. არის ასეთი ავადმყოფობებიც. გარდა მაგისა არის მომაკვდავი. ამ ძინე ცნეული. რა ვქნა, დავაყენოთ საათობით წირვაზე? აი ამ სიცხეში თუნდაც, ან ზამთარში ყინელში. და სხვა, როგორ მოვიქცე? მაშინ რა სიყვარულია ეს? გამოდის, რომ ქრისტიანობა არის განყენებული რელიგია, ადამიანთან არაფერი ურთიერთობა არ აქვს. არსებობს საფრთხე ეკონომია, როცა რაღაცებს დავუთმობ, გამომდინარე სიყვარულიდან. აი გასაოცარ მაგალითს მოგეყოთ. შულის კანონში წერია ეს. თქვათ აი გლეხი კაცი მიდის ვირით, სადღაც მოვიდა ზამთარი, ჩარჩა ხეობაში. დიდი თოვლია, არაფერი არ არის თავშესაფარი. შეიძლება ნადირმად შეჭამოს მგელმა პირველ ყოვლისა და შესაძლოა რომ თოვლმა დაიტანოს. ისის და მისი პირუტყვის, რომელმაც უნდა გაიყვანოს იქიდან. და ნახა ერთადერთი ნანგრევი ტაძრის, ან თუნდაც ტაძარი. სხვა არაფერი. უფლებას აძლევს. ესე იგი, ეკლესია ვირი თუ ჯორი შეიყვანოს ტოვაში, სადაც არ შეიძლება ჩვეულებისათვის შეყვანა, რომ გადაურჩეს დიდ თოვლობას, გადარჩეს ვირი, სახედარი. რა არის დავით, რაზე საუბრობ, ძალიან მაინტერესებს. ისინიც საუბრობენ, არა? გადადი და წყლარად მიეცი შენიშვნა, თუ ასია. საერთოდ გაოცებული ვარ რა. შეუძლება ჯოზე უმტკიცესიო არაერთხელ დამტკიცებულა აქაც თქვენი სახით. გლის თავზე სახარებას კითხულობდნენ, მაინც ტყისკენ იყურებოდაო. რა გჭირდა გამაგებინეთ, ესე როგორ აგათ ეს მანკიერებები ჩაკერული. არ შეგიძლიათ არ იჩურჩულოთ, არ ილაპარაკოთ. ხე გარეთ გავთ, მამა არჩილი აქ შენი შფას მოგცე. მე ქერაბინი არა ვარ, ყოველგან ირგული ფრთები მქონდეს, მაგრამ ღმერთი ყოველივე შრეც. გაიგეთ საყვარელო? ის ხო ხედავს. იარებოდე ღვთის წინაშე, წამდეს რომ ღვთის წინაშე ხარ, ესე იგი დღემუდა. ეს არის ერთ-ერთი დიდი სათნოება, იმიტომ რომ ადამიანს რომელსაც იმის შეგრძნება, რომ ღმერთი ყოველივეს ხედავს, აშკარად ჩადენილი ჩვენ ცუდ საქმეებს, გულის ავზრახვებს და ასე შემდეგ, ნიშნავს მოიპოვა უდიდესი სათნოება. ღვთის წინაშე იარებოდე, როგორც წმინდა მამები ამბობენ. ბოლოს და ბოლოს თუ თქვენ არც წირვაა გსურთ, არც ქადაგება, რა გრჩით აქ რო ამოდიხარ. აქ მაპატი ღამის კლუბი კი არ არის საყვარელო. ან ბირჟა, ან პენსიონერების სახლი, რომ დრო მოკლათ და მერე წახვიდეთ ჯგუფ-ჯგუფებად, ზოგი დასალებად და ზოგი ღმერთმა იცის რისთვის. თქვენ არ იფიქროთ, რომ მეგული შემიწუხდება, თუ თქვენ ასეთები წახვალთ. უფალმა გარკვევით გვასწავლა, სადაც თუნდაც 2 და 3 ჩემი სახელით შეიკრიბება, მე მათ შორისა ვარ. სავსებით საკმარისია. მე კოლმეურნეობის თავმჯდომარე კი არა ვარ, კოლექტივის წევრები გითვალოთ აქ. ღვთისნებით მოვა და ღვთის მიშვებით წავა აქედან ადამიანი. ეგ კარი ხშირად მithქოს, არის შემომსვლელების, არის გასვლელების. და როგორც გალაქტიონი იტყოდა, ზნებით აღარ ვიშვალები პირველ გაცნობისთანავე აქ. გულს არ ბიჩქოლებს თქვენი სიმრავლე. თელ ჩემს ბუდულობაში მადლობა უფალოს ყავდა დიდი მრევლი და დიდი გარჯაც მქონდა და დიდი წუხილის მქონდა, დიდი ტკივილების, შიმშილის, დაღლას და ასე შემდეგ. აბა კითხეთ, ჩემი მეუღლეა დღეს წირვაზე, აქედან რომ მივიდივარ, რა დღეში ვარ. აქ რომ არ მეტყობა არაფერი. ესე როდია.
არა, ეკლესიას ვერ ეშვებოდა, რა ქნას. მაშინ ნახე ისეთი ეკლესია, სადაც ბაასობენ, ფუსფუსებენ და ვერ გაიგებს სად მოხდები. როცა შეხვალ იქ. სამწუხაროდ არის ასეთი ეკლესიებიც და არა ერთი და ორი, ესეც მინდა ვთქვა. სადაც ძაღლი პატრონს ვერ ასმო, ვერ გაიგო ვაზლის მოედანზე მოხდი თუ ქრისტეს ეკლესიაში. ზოგიერთები ახშოთებული არიან, მამო, რატომ ამ ხელმძღვანელს ეს ხომ გაკითხვა, აბა ვინ დაგასახელეთ, გვარსახელებთ, ძალიან მაინტერესებს. და რომ მეტყვით რომ ასეთი რამ არ ხდება, არც აქ და არც სხვაგან. ესე იგი, თქვენს გამო რომ არიქა გული არ შეგიწუხდეთ, წყალში პირი დავიგობო და მე რომ დავდგები უფლის სამჟავროზე, თქვენ რას მიშველით იქ? რომ ჩემი ვალი იყო, აი პავლე მოციქული ამბობს, ამხილე, ასავლე, დასაჯე კიდეს. და თქვენ მიშველით მე ქრისტეს წინაშე, რომ დასაჯელი არ დავსაჯე, სამხილებელი არ მამხილე და მოსაფერებელს არ მოვეფერე. და რომ ამბობთ, რომ ამ კაცრია და ალბათ სიყვარულიც არ აქვს. აქაც მოციქულის რჩევას მივდებ. ზოგს სიყვარულით იხსნიდი თუ ჯოჯოხეთისაგან. ზოგს ესე იგი მრისხანებით როგორც ცეცხლიდან გამოიტაცა. გესმით? მოსაფერებელს მოეფერე მოციქული მეუბნება და შესარისხი შერისხე. მე გინდა ერთი საიდუმლოც გაგებხოთ, საიდა როგორ ჯერჯერობით ვერ ვიტყვი. მამა გაბრიელმა დაახლოებით 7-8 წლის წინ შემოგვითვალა. უფრო მეტად ამხილოს, შერისხოს, ეს უფრო მოქმედებს მის ბრელზე, ვიდრე მოფერებაო. ხო და თქვენგან განსხვავებით, თქვენ რომ სუპირზე გაკეთეთ მამა გაბრიელი და სინამდვილეს მის დარიგებებს არისვე, თავი მოუდრიკე და ამას ვაკეთებ. ეს შენ ბუნებაში კი არ არის. ზოგიერთებმა მრევლში რომ ეფიქროს რომ ბუნებით კაცრია, ტირანია, ასეთია, მრევლში რომ მოდიან აშინებენ, არ მიხვიდე მამა არჩევთან, აი ამას იოანესთან, იოანეს ჩემზე კაცრია, რომ მორჩილებაში თქვენგან განსხვავებით, რაღაცა თავდაბალი და მორჩილი ადამიანია. აი ახლა მალე გადავა ღვთისმადლის მონასტერში და მე მოგივლით იქ თავისებურად. სული ძალაუფლება ექნება როგორც წინამძღვარს. რა წამალი მარტო ტკბილია, პექტუსის ასვათ ყველა დაავადებაზე. ტკბილი რო აი ბავშვები ერთმანეთს პარავენ, ყოველ ჯამთელი თავის ავადყოფ ძმას თუ დას. ტკბილია და იმიტომ. ზოგი მწარია. ზოგზე ინსტრუქცია რომ უნდა დალიოს სხვა წამალთან ერთად რომ კუჭი არ გააღიზიანოს. არა? ან უნდა მიაყოლო აუცილებლად. ზოგი წამალი არ არის მიყოლება საჭველი საჭირო, რომ არ გააღიზიანდეს კუჭი. ეგ ხელოვნება, აი როგორც სიტყვია ხოლმე თქვენიანი თვითონ გვაცალე, ბიძიკო, გვაცალე თქვენი აღზრდა, მხილება, დააშა და გადარჩენა რა. ყველა თავისი ადგილი დაიკავეთ. გუშინ აკურთხი მღვდელი არა ვარ, ღვთისმადლით და თითქმის 50 წელი დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა და იმას ჩვენ სულიერ შვილებს მღვდლებსაც უზიარებთ. აგერ ახლა მამა გაბრიელი რო არის, მერთის მადლით ესეც მღვდელი იქნება. რაღაცა დადო იქ ნივთი წმინდა ტრაპეზედა ცოტა ცერათი იყო და უთხარი რომ შვილო მეთქი, ეს უნდა გაასო. ღმერთთან დაბრეცილი არაფერი არ არის. მხოლოდ ჰარმონია, მხოლოდ სიზუსტე, მხოლოდ ყველაფერი ეს სიყვარულიდან მოდის. მე ვერ წარმომიდგენია 7 და მოყვარული ადამიანი ცხოვრებაში იყოს არიმუნდარეული, ეს ყოვლა წარმოუდგენელია ჩემთვის. არც ყოფილა. აი ღვთისმშობელი მარიამე, პირველი ვინც დავინახე ფრესკაზე. მოციქულები, არც ერთი წმინდანი არ იყო ასეთი. ის რაც შიგნით ჰქონდა, ის ვლინდებოდა გარეთაც. ერთ უთხარი მღვდელსა, მღვდელთაგანს განიცადენის დროს, რომ უკირთხომე თმას რატო ივარცხლიო, შვილმაც მითხრა და აქაც ახალი მნათები მიყურებე ხო. ჯერ ერთი მელოდი კი ვარ, მაგრამ თლად კი არ მაქვს დაცვენილი ყველაფერი თავიდან. მეორეც შედალოცილო თვა თუ არა მაქვს, წვერი ხომ მაქვს მაინც რა? და რატომ არ? ჩვეულება მაქვს. მამამ და დედამ რომ მასავლა, გადავივარცხნო თმა აქეთან იქით, ეს ჩვევა იქიდან მოდის. და ცუდი ამაში არა. ეხლა რომ მოდა არის რა. ესე იგი ჯაგარივით თმა დარივარცხნიან, აი ღორი რომ საღორიდან გამოვა და აკრული აქვს ჭუჭყი და ის. დღეს ერთი იყო, შვილი აზე არა, ჩემი მრევლი იყო და შენი შტა მივეცი რა, ხიპივით გამოიყურები მე. თმა გაიგრეჭეთ, დაივარცხნე მეთქი. მაგრამ აქედანაც ხეთს აღვიძებენ ადამიანს. ეს მოდა არის. მოდა არის ქარაფშუტობის უკიდურეს, აი ხიპი რო იყო. ეს რა, ბომჟების და იმის მოდა იყო რა. უკლეთ რო გითხრა და ბევრიც სხვა ეხლა ყველაფერს ვერ მომყვები და ბოლოს გეტყვით როგორც იმ მღვდელს უთხარი მამა ნიკოლოს
თმებს რაც შეეხება დავარცხნას. მე სავარცხელზე და თმაწვერის დავარცხნაზე კი არ გელაპარაკები, წესიერებაზე გელაპარაკები, წესრიგზე თუ ხდებით. ერთ კაცს ასევე უყვარდა თმის ვარცხნა და კაი გვარიანი თმა ჰქონდა, მაგრამ გამოხდა ხანი, გავიდა 10 წლები და დაცვებდა თმები. მამა არჩილია ანეკდოტებს უყვება მრევლს, კი ფოლკლორიდან მომაქვს ეს, რასაც თქვენ ანეკდოტს ეძახით. დასვიდა მთები და დარჩა 4 ღერი თმა. ნუ იფიქრა, არაფერიაო, ერთი თმა წინ გადაივარცხნა, მეორე დანარჩენები გვერდზე. დროთა განმავლობაში ერთიც მოზრა, ნუ ეგეც არაფერი, ერთი წინ, 2 გვერდზე. და ბოლოს დარჩა ერთი თმა. ხან წინ გადაივარცხნა, ხან უკან, ხან მარჯვენა, ხან მარცხნივ და გაბრასდა და აიჩეჩა ის ერთი თმა და დღეს აჩეჩილი წავალო. გესმით საყვარელო? მაგრამ თმოსნები რო დადიან აჩეჩილები ეგ არ მესმის ნამდვილად. გაჩეჩილაძეს გამიგვია, მაგრამ აჩეჩილაძე არ გამიგვია. და რატო ბაძავთ ამ სისულელეს არ მესმით? იმიტომ რომ ქარაფშუტები ხართ. ან ეს ტატუირება, მოსვირინგება სხეულის, ჭიპის ჩვენება, როგორც საკური არის, სიტყვა გეუნება, ყურში გაიყარე ბოლოს და ბოლოს რა. საჭიპია, მე ხო ჩამორჩენილი მგდელი. რა ქვია მაგას? რა სახელი აქვს? პირსინგი შემაშველეს. და რო არ ვიცი რა მაგდება და თქვენ რო იკეთებთ რა გემატებათ. ანუ კანატანი რო არ ჩაიხადო ბოლო კაბა თუ შორტი და არ გამოაჩინო რა. მაპატია ცოტა ვულგარულია, მაგრამ უნდა თქვა ამდენი ბანჯგვლიანი თუ იყო ქალებში არ ვიცოდი. ჩაიცვით, აიწიეთ და გადაიფარეთ. გული არ აგვირიოთ მამაკაცებს რა. გოები მღდელია რა ესმის, ჩამორჩენილია. სექსუალურია, ბანო. ისებს რა გითხარით? აბა ასეთი ადამიანი სახარებას მოისმენს, წმინდანებისა შეისმენს რამეს, მოусმენს და დაუჯერებს ჩვენს პატრიარქს. არა რა თქმა უნდა. მაგრამ ყველას თავისი სიგიჟის დროა. თუ ბოლოს და ბოლოს განსასწელებმა და ფათერაკებმა ჭკუაზე ვერ მოგიყვანეს, როგორც უფალმა უთხრა ერთ მოციქულს, მოვა ის ვინც არ გინდა მოვიდეს და გაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა გაყვე. აი ამ დღეებშიც იყო ნეკროლოგები, რო ქუხდნენ და ჭექდნენ, პოპულარსკვლავები იყვნენ ასეთები, ისეთები და სხვადასხვა, როგორც სულუკუნით დაამთავრეს თავიანთი არსებობა. და ზოგის სიკვდილი გასაიდუმლოებულია, იმდენად სამარცხვინო იყო. გესმით თქვენ, რომ უფრო პოპულარობა არ შემცირდეს იმ სახის იდიოტიზმისა, რასაც ისინი ავრცელებდნენ. აი ეს ეგრეთ წოდებული ვარსკვლავები. ყველა ეს ვარსკვლავები ადგილობრივი და გლობალური ხელისუფლების სამსახურში არიან ჩამდგარი. აი ეხლაც რო ჩამოვიდა რა ეს გაკვრით ვიცი, ვიღაც კონცერტი გამართეს 50,000 ყოფილა 11 მილიონი შემოუვიდა, აქედან თქვა 4 მილიონს ამას მისცემენ, იმას მისცემენ, თვითონ მომღერალს ამდენი დარჩება, დროშას ფეხით ათამაშებდა. იყო ეგეთი რამე? ფრაგმენტი ვნახე, მე მეტი ინფორმაცია არ მაქვს. და რა შეიხდით ფულს? ეროვნული სიმბოლო რო შეგიგინეს? ან ვინ არის ეს? რა ავტორიტეტი არის? ადრე 100-ობით და 10,000-ობით და 100,000-ობით ტაძრისკენ იყვნენ დაძრული, სული საცხოვნებლად. მაგალითად ეგვიპტეში ქალაქები იყო მეუდაბნოეთა ბერების. მარტო თქვა დავით გარეში 6,000-ზე მეტი ბერი ერთ ღამეს ამოხოც რამდენი ყოფილა. შიონღვიმე სამეფო ლავრა იყო 10,000-ზე მეტი ბერი იყო. დღეს 10,000-ები და 100,000-ები აი ამ ნარკომანების და 1000 გვარი სისაძაგლის გამავრცელებლების კონცერტებზე იარებიან. და სხვადასხვა. ხშირთ მამაო, ეხლა ჩამძახა მურში ფსევდოლიბერალო, სავსებით არა, შესაშური არა, მაგრამ სატირალი ნამდვილად არიან ეს ადამიანები. ორიენტირები აქვს დაკარგული. სარწმუნოებრივიც და ეროვნულიც. ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. შორს გაგვიტაცა სიტყვა. მოკლედ, მოდით მოусმინოთ ამჯერად მამა კონსტანტინეს, რომელიც გვეზრახება, ანუ გვესაუბრება წმინდა მამებიდან და სოფლიო კრებების დადგენილებებიდან. აუცილებელი არის თუ არა ეკითხებიან მას ყოველი ზიარების წინ აღსარება, უწინ მეტი სიმკაცრე იყო ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამჟამად სულ უფრო ხშირად მესმის სამღვდელო თაგარო, ეს არა სავალდებულო. პასუხი. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების წიგნში უფალი უკანასკნელი შამის ადამიანებს ამბობს, არა შეინანეს მათ საქმეთაგან ხელთა მათაისა,
არა შეინანეს კაცის მკვლელობათა მათთაგან და არცა მწავლელობათა მათთაგან, არცა სიძვისა მათისაგან, ასე რომ გამრავლებულა დღეს, არცა მპარაობათა მათგან, ესე იგი კერძო პირ დაწყებული სახელმწიფო მოხელი დამთავრებული ყველანი არიან ქურდები, ზოგი ხაზინის, ზოგი კერძო საკუთრების. ამ საზარელის სიტყვებიდან ცხადი ხდება, რომ აპოკალიფსურ მოვლენათა მიზეზი და შერყვლილი ადამიანური ცივილიზაციის დასრულებისა მიზეზი დედამიწაზე სინანულის დაკარგვა იქნება. აი რატო მოვა უფალი განშა ცხოველთა და აი რატო დატრიალდება საზარელი მოვლენები მის დიდების დაბრუნებამდე. ხოლო სინანული ეს ჩვენი უფლის საძირკველ დამდებელი ცნება. ბოლოს და ბოლოს საყვარელო, ამით დაიწყო უფალმა ღმერთმა და მისმა წინამორბედმა იოანე ნათლისმცემელმა ქადაგება. შეინანეთ რამე თუ მოახლებულ არ სასწრაფოებისად ყველაზე არსებითად ეს ჩათვალა. ამით იწყება ადამიანის მოქცევა, დაფიქრება და საბოლოოდ განწმენდა ცხონება. ხოლო სინანული ეს ჩვენი უფლის საძირკველ დამდებელი მცნება ამაში. თუ კი სინანული იკარგება, ყოველი ადამიანის ცხოვრების აზრი იკარგება. იკარგება აზრი ერთიანად კაცობრიობის არსებობისა და დაუკვირდით ამ უღმერთოთა არსებობას. ესენი ფაქტიურად არიან უკვე ბიოლოგიური არსებები. ჭამა, სმა, განცხრომა, არაფერი სხვა. თუ რაღაც კატასტროფა არ მოხდება მათ პირად ცხოვრებაში ან საზოგადოებრივში, რომ ცოტა ხანი დაფიქრდნენ, რომ ისინიც მოკვდავები არიან და მათ იერით რო თქვა, ეს ბაირამობა მუდამ არ გაგრძელდება. მოვა სიკვდილი. დანაშაულ პირიქით ზოგიერთები მე ვიცი ახსაუბრებს მომისმენია, ყველაფერს აკეთებენ, რომ სიკვდილზე არ იფიქრონ. ან რა ვთქვათ, პანაშვიდებზე რომ მიდიან, ახლა თანაგზნობას რამეს ხედავთ იქ თქვა. ეზოში ხედა ზოგი ანეკდოტებსაც კი ყვება, იცინის და ასე შემდეგ და რაზე არ ლაპარაკობს სისულელეებზე, პოლიტიკაზე, ამაზე ყველაფერზე. ვის რაში ანაღლებს ბიცვალებული. ის რომ მოკვდა, ამან ხომ უნდა დაგაფიქროს, რომ შენც მოკვდავი ხარ. ადრე იქნება, გვიან იქნება, გარდაიცვლები. და მიხვალ უფალთან. ჯერა, არ ჯერა, წამს, არ წამს, ასეთი ხარ, სხვაგვარი ხარ. ეს მოხდება შენსთან. ეს მაინც ერთი რამე ხო უნდა იცოდე, რომ მოკვდები. მოიშველებენ არგუმენტს, სიკვდილის შემდეგ არაფერი არ არსებობს. ასე წერია ფსალმოში. სხვა უგუნურ მან გულსა შინა არა არის ღმერთიო. და ასეთ ადამიანებს ხშირად დიდი სიყვარულიდან გამომდინარე ურწმუნოებსაც აჩვენებს დიდ სასაულს, დაფიქრების საშუალებას. აგინდაც ეხლა ომი როა გაჩაღებული, რამდენი სასაული მოხდა. რამოდენიმე მუსულმანის საუბარი მოვისმენე, ფაქტიურად ახსარება, როგორ მოიქცნენ ომის საზარელი ვითარების დროს ისინი და როგორ მივიდნენ ქრისტეს შეცნობამდე. ზოგიერთი ომში დაიღუპა, კლინიკური სიკვდილით მოკვდა და არ ვთქვით, მაგრამ დაბრუნდა წუთის სოფელში, ზოგი 5 წუთი იყო, ზოგი 7 წუთი, 8 წუთი, ზოგი 9 საათი, ეს უკვე კლინიკური სიკვდილიც აღარ არის, სიკვდილი არის. და უგან მობრუნდნენ და იწყეს ძიება იმისი, ვისგანაც ესმათ და ვინც იხილეს. და აღმოჩნდნენ მართლმადიდებელ ეკლესიაში. არანაირი სხვა ეკლესიები არ არსებობს. არსებობს უამრავი რელიგია, ცნობილება, სქიზმა განხეთქილება და წმინდა ეკლესია არის მხოლოდ ქრისტეს სხეული. წმინდა საყოველთაო სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია. დანაშაულის მნიშვნელოვანი ნაწილი ეგევითარი დანაკარგისა მათია, ვინც პირდაპირ პასუხისგებლობას ატარებს მართლმადიდებელ ქრისტიანთა სულიერ მდგომარეობაზე, ტაძრებსა და მონასტრებს რომ აღავსებენ. ესე იგი სამღვდელოებაზე. იმათზე, ვისაც მცნებად მიეცა უფლება ქრისტესმიერი ჭეშმარიტების სიტყვა იქადაგოს. ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობა, ცუდია, როცა მოვალეობით აკეთებს. სამღვდელო კარგია, როცა გოლიდან აკეთებს ყველაფერს. იმიტომ რომ ხალხი მასში გრძნობს ცოცხალ რწმენას და სადაც არ უნდა გადაიყვანოს ეპისკოპოს რაიონში, სოფელში თუ გადასახლებაში ყველა თან დახვებიან. სხვა მღვდლებისგან ისინი ასეთ ცოცხალ რწმენას ვერ გრძნობენ. ამიტომ მხოლოდ გულსგარეთ იარებიან იქ. უფალი ბასილი დიდის მიერ გვაფრთხილებს. სმენელთაგან მათ, ვინც განსწავლულია საღვთო წერილში, უხმს, ანუ ევალება განმოსცადოს ის, რასაც მასწავლებლები, ამ შემთხვევაში სამღვდელოება ამბობენ. და რაც წმინდა წერილს ეთანხმება, ჯერ არც მიიღო, ხოლო ის, რაც უცხოა მათთვის, უარყო. ხოლო იმ მასწავლებლებს, რომლებიც თავს იდებენ ამგვარ ადამიანურ სწავლებაზე, ჯერ არ სავსებით განმეშოროთ. ესე იგი, თუ მათი სწავლება სამღვდელოების არ ეთანხმება,
როგორი მაღალიც არ უნდა იყოს, თუნდაც იერარქი, წმინდა წერილის სწავლებას და მამათა სწავლებას, ის ჩვენ უნდა განვაგდოთ და თავად მათ უნდა განვეშოროთ. სხვა მამა ამბობს, როგორც ცეცხლს ისე გაეკეციო ასეთ სასულიერო პირს, როცა აშკარად განხეთქილებას ან მწვალებლობას გადაგებს. შემდეგი კითხვა. მაგრამ მე ამგვარი რამ ფრიად პატივსაცემი მღვდლებისგანაც მსმენია. მაგალითად, ვიდეო ფირზე რა სიხშირითაა საჭირო აღსარების თქმა, ათონის ხმა. ასეთი ვიდეო ფირია. მთაწმინდელმა იღუმელმა ნიკონმა, გვარად ლაზარუმ, როგორც ჩანს, რუმინელია წარმომავლობით, თქვა, მაგრამ ლაზარზე ათონზე მოღვაწეობს. ამ იღუმელმა თქვა, იმაზე მეტი ცოდვა არა, ვიდრე აღსარების მიერთება ზიარებასთან. ანუ ზიარების წირო თქვა აღსარება, ამას დიდი ცოდვა არ არის, ნუ გამაოგნებელია მისი ეს სიტყვები. პასუხი, აქ ცოდვა რაში მდგომარეობს, კითხულობს, ესე იგი, მამა კონსტანტინე და არა მარტო ის. ასეთი ცოდვა 2000 წლის განმავლობაში არავის მენია ქრისტიანთაგან, რომ აღსარება თქვა ზიარების წინ ეს არის უმძიმესი ცოდვა. დავფიქრდეთ, სულის მარგებელი, მაცხოვნებელი საქმე ზიარების წინ აღსარებისა ცოდვად იწოდება. თეთრი შავად იწოდება, სიკეთე იწოდება ბოროტებად. იმისთვის, რათა არ შევცდეთ ღვთის შეწევნით, ამ მსჯელობაში უწინდელ წმინდა მამათა სწავლებას შევაპირაპირებთ აწინდელ მამათა სწავლებას. აი, მაგალითად, როგორც ნიკონიანი, ძველი მამების, დიდი ღვთისმეტყველების სწავლება შევაპირაპიროთ თანამედროვე ნიკონებთან, თანამედროვე სწავლებებთან. მაგალითად, კანონთა წიგნში პიდალიოში ღირს ნიკოდიმოს მთაწმინდელისა წმინდა მოციქულთა მე-9 კანონის მეორე შენიშვნაში ამ წმინდა მამის მიერ ნათქვამია. მართლმადიდებლური აღსარებლობა ამბობს, რომ უფრო მეტად ღვთისმოსავი ქრისტიანები ყოველთვიურად უნდა ამბობდნენ აღსარებას. ანუ, როგორც ჩვენს გეუბნებით, თვეში ერთხელ მაინც. ეს განსაზღვრულია დიდი ჟულის კანონში, იქ უფრო მკაცრად არის ნათქვამი. სამშვიდეულში ერთხელ, თუ არ მოვა მორწმუნე, არ იტყვის აღსარებას, არ დაესწრება წირვას და არ მიიღებს ზიარებას, ეპიტიმია დაუწესელა საეკლესიო საშენ. გვიბრძანებენ წმინდა მამები მღვდლებს. ეხლა ვითვალისწინებთ რა იმას, რომ არის უკანასკნელი ჟამი, ადამიანები არიან მრავალფერად შეცვლილი, დატვირთული ამაო საქმეებით, ოჯახებით და სხვა, უკიდურეს შემთხვევაში გეუბნებით, 67-ში ერთხელ მაინც ამოდი თქვით აღსარებას, ყველა ამ წესს არ ასრულებს. რატო? იმიტომ არ აქვს ღვთისშიში. არ აქვს მორჩილება. საკუთარი თავის მასწავლებლები ვართ, დამრიგებლები. და ასეთებზე კი ნათქვამია, ესე იგი, გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიქონდა, რა მოხონდაო. ქალაქში მოსვლით, ტაძარში გულსგარეთ მოსვლით თუ სხვა, თუნდაც წმინდა წიგნების კითხვით არაფერი სარგებელი არ გექნებათ, პირიქით უფრო დაიშებით ამისთვის. მართლმადიდებელი ქრისტიანები ყოველთვიურად უნდა ამბობდნენ აღსარებას, ამბობს წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი. ხოლო თუ კი ეს ასია, მას ცხადია, რომ უნდა ეზიარონ კიდეც ყოველთვიურად, ამბობს ეს წმინდა მამა, მაგრამ ეზიარონ შესატყვისი მომზადებით. ესე უბრალოდ კი არ ეზიარონ, შესაბამისი მომზადებით და აი ჩამოთვლის რა შედის ამ მომზადებაში. გულის შემოსვლებით, ანუ განცდა უნდა კონდეს სოდებით, აიძულებდეს საკუთარ თავს. აღსარებით, ან გულში არ დაიმარხო, კი არ დაიმარხო ეს სინანული, უნდა გამოთქვა. ამას ეკლესიურად ქვია აღსარება, რომელიც ერთი შვიდ საეკლესიო საიდუმლოებათაგანია, რომელიც უფალმა დაასხა თავის ეკლესიაში. ასევე სინანულის საქმეებითა, რა არის მაგალითად სინანულის საქმე? მოწყალება. ვიღაცას ემძლავრე, დაუბრუნე და ნამეტნავიც მიეცი თუ შეგიძლია და შემდეგში ეს აღარ გააკეთო. ესე იგი, უსამართლოდ მოგექცა, შენდობა მიეცი. თავის მართლება არ იცნო, რომც იყო მართალი, არ იმართლო თავი. ღმერთი ხედავს ყოველივეს და არ არის დაფარული, ამბობს უფალი, რომელი არა განცხადდეს. შენი სიმართლე თუ ის საჭიროა შენი ცხონებისთვის, ან მისი, ვინც მძლავრობს, უეჭველად გამოჩნდება. ჩვენ ვეძებდეთ არა ერთმანეთში დიდებას, პატივს, ვინ არის მართალი, ვინ არა, არამედ ვეძებდეთ სათა სასუფეველს, ამბობს უფალი და მის სიმართლეს და ყოველივე ამის შემდეგ მოგეცეს და მოგემატოს შენ. აი ეს არის ერთი უმთავრესი, სასუფეველს ვეძიებდით. ასევე ძალისაებრ მარხვით. ესე იგი რა შედის მომზადებაში? გულის შემოსვლება, განცდა საკუთარი ცოდვების, აღსარებაში გამოთქვა, არა შელამაზება, არა დაფარვა, სირცხვილი სხვა, ეგ არ გამორიცხული. როცა მოდელ ვეუბნები, შვილო, მე პროკურორი არა ვარ, სანქციები დაგადო. მე ვარ შენი სულიერი მამა, მკურნალი.
სალბონი დაგადო ჭრილობაზე, მომეცი საშუალება. ზოგი მიდის ექიმთან და უმალავს ავადმყოფობას, ან უნიშნავს წამლებს და ტრის ფანჯრიდან და გაიძახის რატო არ რჩება. აი ამიტომ ისე დღევანდელ ექიმებს ნაკლებად გულისხმობ, იმიტომ რომ უფრო ესენი ბიზნესმენები არიან, სამედიცინო ბიზნესით არიან დაკავებული. წამლების უდიდესი უმეტესობა ალალად გეუბნებით საკუთარ თავზეც გამომიცდია, კი არ ყურნავს ადამიანს, პროცესებს აჩერებს. არ კლავს, მაგრამ არც გარჩევს, როგორც სიტყვი ახალი ხალხური გამოთქმით. რატომ? იმიტომ რომ მიჯაჭული ყავდე, იხდიდე ფულს და ის მდიდრდებოდეს დღითი დღე. მერე შემოვიდა უჩვეულო რაღაცა კონკრეტულ მისამართებზე, გვაგზავნიან კონკრეტული ექიმები კონკრეტულ აფთიაქარებთან. რატომ? იმიტომ რომ თურმე აღმოჩნდა რომ შეკრულები არიან და ხეირი აქვს აქედან. რამე აქვს ასეთ ადამიანს მედიცინას? საშიშიც ყია მედიცინისტის. ესა იმიტომ რომ გულგრილი არის და ჩვენ დროს ჩვენ ბავშვობაში მაგალითად გამოთქმა რომ კარგი ექიმი თბილის სიტყვითაც კი არ ჩესო. ეხლა ჯერ დამოკიდებულება გადიხილეთ. როგორი დამოკიდებულება ყველაზე არ მოვა, მაგრამ საკუთრივი ნაწილი ეგრეთ წოდებული ექიმებისა. ეს ხო სულიად ჩვეულებრივი ამბავია. მათი მშობლები ჩემს ბავშვობაში, ან ჩემი ტოლი ხალხი ასე 60 წლამდე ეუბნებოდნენ რომ აუცილებლად უკიშინებდნენ სამედიცინო აღმოჩენილი აღშფოთებული იყო გაუცილებლად რატო ეუბნებიან ეს რომ მომავალში ექიმი გამოვა ვინ უნდა განკურნოს ამან არ აინტერესებს არ უნდა არ აქვს მისწრაფება ყველამ თავისი მისწრაფების და ნიჭის მიხედვით უნდა ააკეთოს საქმე და დღეს რომ ასე არ არის იმიტომ არის თავდაყირად დგას ყველაფერი აი ესეთი ექიმები მშობლებისაგან განსაზღვრული ექიმები გამოვიდნენ რომ ფულის გარდა არაფერს არ აკეთებენ და მაგ მისნით ეუბნებოდნენ ადრე იყო ჯიბეში უცურებდნენ ფულს 10 ლარი რამოსატანია და 20 ლარი იმასთან რასაც დღეს ესენი ფულებს აკეთებენ ასობით და ათასობით არა განაფული არ არის საჭირო შემოსავალი მაგრამ გააჩნია რა გზით მიიღებ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მორალური მნიშვნელობა აქვს მაგრამ მორალი ამათვის სიცილის მომგვრელია მხოლოდ ღირსმა ნიკოდიმოს საწმინდელმა ამ კანონის განმარტებისად 4 პირობას გაუსვა ხაზი. კერძოდ, გულის შემოსვლებას, აღსარებას, სინამდვილის საქმეებსა და ძალისაებრ მარხვას. მიაქციეთ ყურადღება ძალისაებრ. ჩვენ ღრმად მოხუცებულს, თქვა დიაბეტით დაავადებულს, ან კუჭის წყლული დაავადებულს, თუ სხვა ერთნაირად როდი ვამარხულებ. ზოგადად აი ეს არის ნემოში მოცემული ტიპიკოში მარხვისა, დიდი მარხვა თუ სხვა მარხვა იქნება, თუ ცალკეული, მაგრამ ჩვენ კონკრეტულადაც განვიხილავთ. აი მოვიდა ჩემთან მაგალითად დედაკაცი 92 წლის. ძლივს მოვიდა ჯოხის რაკონით. ზოგჯერ უფრო ხშირად მოყვებიან, მადლობა ღმერთს, ვიღაც ყავს თანამგრძნობით. და ითხოვს ზიარებას, მე მას სირვაზე ვერ დავაყენებ, ვერ შევძლებ მამო, არ დგომა შეგვიძლია დიდხანს, არ ჯდომა. მე მეტადრე მესმის, როდესაც აი ამ დიდ მარხვაში ხელი ჩაუშიშულო, თუ დაეღალეთ დაჭიქი, არ არის სირცხვილი, აი ჩამოჭიქი ქვევით. დიდი 4 შაბათიდან ერთი კვირის განმავლობაში მქონდა საშინელი ანთება სახსრების. გარდა მაგისა, მაგ პოლიართრიტი და გამიღიზიანდა ესეს და გამიუარესდა. თქვენ რომ მიცოდეთ როგორ ვიწინებ. წერტილი უნდა ვნახო, რომ დავიღალო, წრიალით და ჩამეწინოს. მადლობა ღმერთ ორგანიზმის ისეთ, რომ 4 საათიც რომ ეწინოს, კარგად ვქნო თავს და გონება საღად მუშაობს. სრულიად საკმარისია. თუნდაც 2 საათი იყოს. მაგრამ ზოგჯერ ესე ჭირსთან დიაბეტია დაძინება ასეთი სიცხები ყველაფერს ვერ მოყვე 6 ღამე არ ძინებია და როგორი მსახურება იყო გახსოვთ ამდენი აღსარება ვრცელი წირვალოცვები თადაგება მიუხედავად ყველაფერს ყოველივე ამის მერე ეს ისედაც ვიცოდი მაგრამ ასე ვთქვათ დამატებითი გამოცდილება ადამიანი რომ მოვა ამგვარად დავადებული რა ნამოსით უნდა დავაყენო წირვალზე ესე იგი 3-4-5 საათი და ჩვენი წირვების საკმაოდ ვრცელდება ქადაგების გამო და ეხლა ნუ მეტყვით რომ რეგლამენტში ვიქადაგო ლეწავ ხარს პირს ნუ აუგროვ პავლე მოციქულის შეგაგებეთ ძველი აღქმიდან დღესაც ხუმრობით მითხრა გასულ 4 შაბათს 2 საათნახევარი გავგრძელდა დაუჯდომელი შემდგომ ქადაგება და მეუღლე გამეხუმრა ერთად მოვდიოდით გზაში რომ აბა შენიც იქნებ დიდხანს იქადაგო და მაგას ნუ ამბობ მეთქე მკაცრად უთხარე ეს ჩემზეც არ არის დამოკიდებული სათქმელი რა მაქვს და რა ჩაღრმავებებია საჭირო მე ასე კი არ არის რომ ყველაფერს ვღეჭავ სახლში სანამ მოვალო მე რო გიქადაგოთ მე ვიცი რაზე უნდა ვისაუბრო დაახლოებით როგორ დავიწყო და მკაფიოდ ვიცი როგორ დავასრულო დანარჩენი მე და თქვენ ერთად ქადაგებთ და ვსაუბრობთ სარწმუნოების საჭიროებათა საკითხებზე
თორე რა ადამიანურად რო ვიმსჯელო რა ამას აქში და ამ დაავადებებით ბევრი რამე ვერ ჩამოვთვალე. თუ რო ჩამოგითხოვოთ შეიძლება არც დაიჭიროთ. იმიტომ რომ არ მეტყობა ეს. არ მეტყობა აქ და ძალიანაც მეტყობა სახლში. როცა ენერგიისაგან დაცლილი ბრუნდები. გამიგეთ საკუთარ თავს კი არ გამადლით. უბრალოდ რას გეუბნებით რომ ღმერთმა რა ნიჭიც მოხდა, რა შემართებაც, რა ხნეობაც ის ყველაფერი ღმერთის სადიდებელად უნდა გამოიყო. თუ არა ღმერთისა და თქვენი სიყვარული რა რჩის, მოკლედ ორ სიტყვას გეტყოდით, შევიდოდი განვიმოს, აი ოფში ვცურავ ახლა. ჩავიდოდი ქვევით, გავგრილებოდე სახლში, მალე წავიდოდი. მაგრამ ესეც რა არის, აი როგორ იცახიან ხოლმე საფსახურში რომ მიდიან და ის გადააბრუნაო, გამავისა სიტყვა. ტაბელი გადააბრუნაო. ტაბელიანი უღლის თავშტილებას არ ვტუებ, თუმცა ტაბელიანი იარაღით ზოგიერთი სამღვდელოც დადის, როგორც აღმოჩნდა და ზოგი მღვდელმთავარიც, რაც ჩემთვის არის გასაოცარი. გადატრიალება რო იწყებოდა, ეხლა მე ხო პარლამენტის წევრიც ვიყავი და პრეზიდენტის რელიგიის საქმეთა მრჩეველი და იქ უკვე ძალიან აღშფოთებული იყო არეული საზოგადოება და რო შევდივარ, დაცვა მეკითხება. იარაღი გააქვთო, იარაღი იგულისხმოდა. კი, როგორ არა მეთქი და აღშფოთდნენ, ვერ დაგეშვათ პარლამენტში. ჯვარი ავწედო და ეს არის ჩემი იარაღი მეთქი და ბოდიშიო და შემიშვეს. მღვდელი თუ ესავს ჯვარს, რაღაც კიდე ეს მიწიერი იარაღი, ვისგან და რისგან იცავ თავს. აი რუსებს კარგი გამოთქმა, თუ ღმერთი გიცავსო შვილო, ის ყველგან დაგიცავს და დაგიფარავს და თუ ღმერთი არ გიცავს, თუ ღვთის პირიდან ახარ გავარდნილი ვერსად დაემალები მის რისხვას. მიცავს ჯვარი ჯვარცმულის ვერას მაკლებს, ესე იგი ნაცდური. აი ჩვენი ძველი წინაპრების სიბრძნისეული გამოცდილება და გამოთქმა. მაგრამ პავლე მოციქული ერთ ეპისტოლეში რას ამბობს? ესე იგი ღვთისმოსავის სახი აქვსო. ანუ რა წვერი აქვს მოშვებული, ანაფორა აცვია, შესამოსელი, ჯვარი კიდია გარე და ყველაფერი. მაგრამ ღვთის ზალას არ ესვები. ღვთის ზალის იმედი არა აქვს. ეს რა მღვდელია? ქართლში ესეთ მღვდელს ეძახიან ლიპა მღვდელს. მატყუარა მღვდელს. შენს უნდა გქონდეს სასუება და შენ უნდა შთაუნერგავდე რწმენას, სასუებას და სიყვარულს შენ სულიერ შვილებს. როგორ არა ცოდვილები როგორ არა ვართ, ყველანი ცოდვილები ვართ, მაგრამ ცოდვაც არის და ცოდვისგან დაგიხსნეს სინანული პირველ ყოვლისა. და მთელი ეს ეკლესიური ცხოვრება დასრულებული წმინდა ზიარების საფრთხომადლით გამოგისყიდის ამ ცოდვისაგან და დაგამსგავსებს ქრისტეს. ხოლო თუ არც ეს არ გინდა, მაშინ მე გეკითხები, როგორ სამგდელოს სამრევლოს, რა გინდა ჩვილო ეკლესიაში? რისთვის მოსულ ხართ? თუ არ არსებობს სამედიცინო ბიზნესი, მოდი შორს სავალობ რა. სხვებზე რომ ლაპარაკობ, ჩამესვათ მურში. არსებობს სამგდელო ბიზნესიც. იცით თქვენ აგამბავით, თუ არ იცით? ხვდებით არა, გინახავთ. დრო დადგება, აბა რომ ვამბობ ივერია გაბწინდება, ზეციური იერუსალიმი ზეციდან კი არ დაეშვება. აქ მოხდება ჯეროვანი ცვლილებები. როგორც დავით აღმაშენებელმა განწმენდა, გარე ეპისკოპოსია ეკლესიის კიდევ ერთხელ შეგაცერებთ, მირონცხებული მეფე, უღირსი სამღვდელოებისაგან, ასევე მოხდება ბოლო დროს. ჩვენ რომ ვამბობთ მირონცხებული მეფობა აღდგება, ის იმისთვის კი არ მოვა, რომ პატივი და დიდება მიიღო ჩვენგან. უმძიმეს განსაცდელში იქნება ჩვენი საქართველო მაგ დროს. ის იმისთვის მოვიდა, რომ გარანტად დაუდგეს საქართველოს მთლიანობას და ჩვენ სარწმუნოებას. აი რისთვის დაუშვებს მირონცხებულ მეფობას ღვთისმშობლის სილკვეთ რივერიაში. რაც შეეხება რუსეთს, თუ იქ სინანული ეკრება რუს ხალხს, მათ შორის ჩვენაც მოგვაყენეს. დიდი ტკივილები, ავტოკეფალია გაგვიუქმეს, მირონცხებული მეფობა და სხვა, ამას თუ მოინანიებს, მათაც მისცემს ღმერთი მტკიცე ნებისყოფის ღრმად მართლმადიდებელ მეფეს, რომელიც მათთვის სულიად გაუგებარი გზიდან მოვა, ალტაის მთებიდან, რომელსაც ღმერთი ამზადებს და შეიძლება ითქვას გზაშიც არის. კითხვა შემდეგი, ისე რომ ყოველივე ეს 4 რამ განუყრელა და დაკავშირებული ზიარებასთან, ამბობს ღირსი კონსტანტინე. იღუმენი ნიკონი თავის ვიდეოში ამტკიცებს ის ათონელი ბერი. ეს სულელური ტრადიცია აუცილებლად თქვა აღსარება ზიარების წინ. მოდით ეხლა ვნახოთ, ჩემო კეთილო, რას ამბობენ სინამდვილეში დიდი მსოფლიო მამები ამ საკითხზე.
მას პასუხი გაურვივარ განკითხვას ამ შემთხვევაში ნიკონის ამბობს მამა კონსტანტინე მინდა დაუშვა რომ უბრალოდ დაუაზრებელი სიტყვა ითქვა თუ კი მამა იღუმენი მართლას და მრავალსაუკუნოვან ტრადიციას მართლმადიდებლობისას სულელურს უწოდებს აქ აღარც კი იცი რა თქვა რა უწოდოო მას და მის ნათქვამს ამ სიტყვებში წმინდა მამათა გზისა და ძველი ტრადიციის დარღვევაა ხოლო ფაქტიურად განზრახ განდგომილება მაგონდება წმინდა მღვდელმთავარ ეგნატე ბრიანჩადინოვის სიტყვები ოხი უბედური დროება, ოხი უბედური მდგომარეობა, ოხი უბედურებათა უბედურება შეუმჩნეველი მათგან, რომელთაც იგი მოიცავს და ყუბავს. ესე იგი ისე დაიღუპებიან, ვერც მოვლენ ჭკუაზე, გონებაზე. მოციქული გვამცნობს, მოვიდეს განდგომილება იგი პირველად. ესე იგი ვიდრე უფალი მოვარდიდებით განსაცოლწან განდგომილება იქნება დიდი ანუ აპოსტაცია საძაგელი მოუხრევისა დადგება წმინდა ადგილას სადაც არ უნდა იყოს ამ ნიკონის მსგავსი მღვდლების ასეთ შეხედულებებს და თვალსაზრისით გამონათქვამებს ერთ მათგანად მიიჩნევს და სავსებით ვიზიარებთ მეც როგორაა შესაძლებელი თავად ქრისტეს მისაღებად სულის განწმენდა თუ კი ღვთის წინაშე ჯერ კელიაში არ ინანებ ბერძემ შეგობს შემდეგ მღვდელთან არ გამოთქვავ აღსარებაში კონკრეტულად ზიარების წინ სამრევლო ტაძრებში აღსარების გადატანა ზიარების წინასაღლავს განპირობებულია დროის უკმარისობითა და აღსარებელთა სიმრავლით და ერთგვარ დათმობას წარმოადგენს დამიჯერებ 17 წელი მარტო ვიყავი ამ ტაძარში იყო დრო როდესაც ერთ დღეს მარტო 500-დან 700 ადამიანამდე აღსარება მომისმენია სახში რო ბრუნდებოდა აი ლანდი გამდიოდა ჭამის თავის არ ქონდა ვერ ვიცინებდი, იმიტომ რომ ნევროზი მქონდა გადაღლილობისგან. ასე სხვა მღვდლებიც იყვნენ. მე ჩემსასვამ რისი გამოცდილებაც მე მიღია. ერთ-ერთი მიზეზი კიდევ რომ მღვდლები თავს არიდებენ განსაკუთრებით, როცა ბევრია აღსარებაზე მოსული, არ მიიღონ სწორედ ეს არის. თავს არ იწუხებენ. თქვენ რომ იცოდეთ. არა მარტო ეს არის. ვითომ ათორულ ტრადიციას მიისწევენ და სინამდვილეს წმინდა მამათა ტრადიციას ებრძვიან. და განმაახლებლებასა და პროტესტანტების ნერგავენ ეკლესიაში. ზიარების წინ აღსარებაზე უარი მღვდელსახურთა სურვილის არქონით დრო დაკარგულ ამაზე უეჭველად მოგვიყვანს სულის მავნებელ შედეგებამდე მღვდლებისთვისაც და მრევლისთვისაც. ორივე დაზიანდება სულიერად. აღსარების გარეშე ზიარება იმ მონოზვნებს შეუძლიათ ყურადღებით მოისმინეთ, რომელიც თავიანთ სულიერ მამას ყოველდღიურად უმჟღავნებენ გულისწყმებს და გამუდმებით ეუბნებიან აღსარებებს. აი ათონზე მეც ყოფილ ვარ და რამოდენიმეს გავესაუბრე და აი ერთი მათგანი ახალგაზრდა იყო წირვონასონი ყოველდღე ამბობდა აღსარებას. ასეთ ადამიანს პრაქტიკულად ცოდვებიც აღარ აქვს და სულ იესოს ლოცვაზე იყო ან მორჩილებას ასრულებდა. არაფერია პრაქტიკულად და მისი მოძღვარი მის ცხოვრებას იცნობს. აი ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაუშვა ის ზიარებას. ეხლა ათონ შეედარეთ რა მაპატიეთ აქ გადი აქედან ეკლესიიდან დედაქალაქია ქუჩაში გარყვნილების მორებში ამოყოფთ თავს. ჯერ მათი ეგრეთ წოდებული ჩაცმულობა უწოდოთ თუ გახtildeობა აღარც ვიცი. როგორ არის გახtildeები რა მანერები აქვს მე აჭრელებული აფროაზეული წარმართული მოდგმის შემოსევა არის საქართველოში და ეს დასავლეთის პოლიტიკის ერთი ნაწილია თავის დროზე რომ შემოუბრუნონ ადგილობრივ მოსახლეობას რადგან მათი გეოპოლიტიკური მდებარეობა სჭირდება და არა თვითონ ქართველები ჩვენს მიმართ რომ ზიზღი აქვს ეს თვალსაჩინოა ამაზე აღარ ვილაპარაკებ ეხლა მეტყვი პოლიტიკა და თუნდაც პოლიტიკა დაარქვი არ არის საწყინარი ეს საქმე არ განიცდით არ გინდათ აი ესე ალხეინათ ვიყავით აფხაზეთთან მიმართებაშიც მე დავიწყეთ მედიდურად როგორ დაავკარგეთ როგორ დაკარგეთ აფსა ქართველებს ძირითადში მეგრელები ცხოვრობდნენ რაჭველების ნაწილი ცოტა სვანები ძირითადში რუსულ სკოლებში მიყავდათ უმეტესობა შვილები კარიერაზე ფიქრობდით შვილის მომავალზე რუსეთში წავალ ლომონოსოვში ისწავლის მიეთი მოეთი ქართულს ქეთო და კოტესავით ამტვრებდნენ აქ რო ჩამოვიდნენ ამის მოწმე გავხდი მე მეგრელებმა და არა მარტო მეგრელებმა იქ ცხოვრებმა ერი შეიცვალეს ქართველები აფხაზებად დაიწერნენ და დღემდე არიან და მათი დიდი ნაწილი ვინც ჩვენ რქენდა არიან წარმოშობით ქართველები სინამდვილეში აი ასე დაიკარგა აფხაზეთი მე ამას დაეხმარენ კრემლი და დასავლეთი და რენეგატები კიტოვანი, იოსელიანი, ჩამოგითვაროთ კიდევ ბევრი სახელები. აი ასე ქართველებმა უდარდელობით
და არაქართველობით და არაკაცობით დაკარგეს აფხაზეთი. და დაბრუნდება მაშინ, როცა თქვენ დაბრუნდებით ღმერთთან, როცა გექნებათ სინანული და როცა ამის გამო ღმერთი მოგწევს მირონცხებულ მეფეს. ერთადერთ კანონიერ და შულისმიერ გარანტს საქართველოს თლიანობისა. დანარჩენი ეს ყველა ხელისუფლებანი სანაგვეზი არიან აღმოცენებულები, ეგრეთ წოდებული არჩევნებით. ბუზი ბევრი ბზუის ფუტკართან ყველაფერს, აი ფუტკარი არის მირონცხებული მეფე, რომელიც ღმერთმა დაგვიდგინა. ჩვენ კი ვერ შევიშვით. ამაში დიდი წვლილია ომის წვლილი, როგორც იტყვიან, რუსული თვითმმართველობის, დიდმედიტურობის და ველიკო რუსული შოვინიზმის. საიდუმლოსაც გაგიხართ უბრალოდ. მე რამოდენიმე თვის წინ გავიცანი კანონიერი და პირდაპირ შთამომავალი ნიკოლოზ მეორის. ის არის ღრმათმორწმუნე ადამიანი, ღვთისმოშიში, ჩვენ ამ საგნებზე გქონია საუბარი, ტირილით ლაპარაკობს, რაც გააკეთეს მისმა წინაპრებმა. მეფობა და ავტოკეფალია რომ გაგვიუქმეს და უბედურებაში ჩააგდეს ქართველი ხალხი. ყველა გაგებდა სულიერად და ფიზიკურად. თუ ღმერთი ინებებს, ამბობს ის, იგი მოინანიებს სამწოდებს, საჯაროდ ხმამაღლა და პატიებას თხოვს საქართველოს და ქართველ ხალხს. მეუთხარი ეს არის წინასწარმეტყველება მურმელი რუსი წმინდა მამის. დაადგებათ რომ ბოლო ჟამს დიდი რუსეთი პატარა საქართველოს მუხლებზე დაუდგება. ეს ახდება. ღმერთს თავისი მორჩილები ყავს. მეფეს ვინ შეარჩიოს, ქადაგებლად, ერის მაღვიძებლად, ყველანი ღმერთს გზაში ყავს, როგორც იტყვიან, შერჩეულია და სადებაში არიან ისინი. მაგრამ ჯერჯერობით ამაზე საუბარი და მეტის თქმა არ შეიძლება. გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა. თუ თქვენი ცნობის ადილია, გეტყვით, კოდურს გვარსა და სახელს ატარებს. ისე როგორც ნიკოლოზ მეორე არავის დაუხრეტია, სტალინმა ჩამოიყვანა სოხუმში, დედოფალი აქ იყო და აქ არის დაკრძალული ჩვენი ტაძრის გვერდზე. დრო დადგება, აქ უამრავი ხალხი მოვა იმ საფლავების სანახავად. ნიკოლოზ მეორე უკვე შევარდნაძის დამსახურებით უკვე გადაასვენეს რუსეთში, დარჩა ალექსანდრა დედოფალი და ერთ-ერთი ქალიშვილი. კოდურ სახელებს ატარებდნენ ყველა ისინი, აი მან შემოსასვლელში რომ მამა გიორგი ტერზიევია დაკრძალული, მაგისი სულიერი შვილები იყვნენ, თავის ფრეილინებთან ერთად და თავის სახლში ლოტკინზე, კერძო ბინაში აუშენა მათ სენაკები და იქ ცხოვრობდნენ და აქ იარებოდნენ ღვთისმსახურებას და ეზიარებოდნენ სიცოცხლის ბოლომდე. თქვენ რომ წაგიკითხავთ საბჭოურ ათეისტურ ქრისტომატიებში, ასე როდი იყო სინამდვილეში. დადგება დრო არ არის დაფარული, რომელი არა განცხადეს. ამბობს ყველაფერს თავის დრო აქვს. ფარდა ეხება თავის დროზე. აი, ოდნავ გადაუხვიეთ საკითხიდან, მივუბრუნდეთ. ესე იგი, იღუმენმა ნიკოლმა თქვა მას აღსარების და ზიარების შეერთება ეს ცდარი რამაა რუსულ და სხვა მართლმადიდებლურ ტრადიციაში, თითქოს რუსებმა მოიგონეს თავის ეკლესიაში და სხვა ეკლესიებმა. პასუხი როგორაა შესაძლებელი ამგვარ აზრს დაეთანხმო, თუ კი იგი ტრადიცია სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიებისა უკვე მრავალი საუკუნის განმავლობაში, ისიც ცოტა რომ თაწმიდელი სიტყვაში ცდელობა შანს არ არსებული, ანუ ამ ნიკოლისა არ არსებული ცოტა გამოიგონოს. ასევე სიცრუეა მასში მართლმადიდებელ ეკლესიათა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციად ცილის წამებაა პირდაპირ. სამწუხაროდ უმეცარი გზააბნეული შეხედულება მასე რომ აღსარებისა და ზიარების შეერთება ეს რუსეთის ეკლესიის ტრადიცია ბევრისთვის მისაღებია. აი ამათაც ჩვენთან რო არიან ასეთი უგლები, პირო ვიკამათია ერთმანეთში ვილაპარაკე, უთქვეთ რომ ეგ რუსებმა გამოიგო. რუსეთის ეკლესია საერთოდ ბუნებაში არ არსებობდა, თქვენი სიტყვით ვამბობ, როცა ამ ტრადიციას მისდევდნენ ბიზანტიის ეკლესიაში, სხვა ადგილობრივ, მათ შორის საქართველოს ეკლესიაში, ივერიისა. ეს რუსეთის ეკლესიის ტრადიცია ბევრისთვის მისაღებია. ამგვარ შეხედულებას იმეორებენ არა მარტო მღვდლები, არამედ თვით მღვდელმთავარნიც კი, აი მე რომ მოვიყვანე ინკოგნიტოდ მაგალითი ერთ-ერთი კრებიდან. მოვედით ვნახოთ თავად საბერძნეთის ეკლესიის ძველი ტრადიცია ხომ არა სინამდვილეში ეს. გადავშალოთ მღვდელმთავარ გრიგოლ პალამას თხზულება ბერძენი წმინდანისა, არის უდიდესი ავტორიტეტი, ერთ-ერთი უპირველესი მღვდელმთავარი, დიდი წმინდანი არის. რას ამბობს? ხორცნი ესე სოდვის გარეშე, ანუ ქრისტეს ხორცლი და სისხლი არინებებს დამკვიდრებას სხეულში, ესე იგი ადამიანის, სოდებით რომაა დამზიმებული.
თუ კი წინასწარ აღსარების გზით არ განვიშურებ ცოდვებს და თავშეკავებით, ანუ მარხვით, სინანულით არ გამწმეთ მწიკულს, ანუ სიბილწეს, ცოდვას, ლოცვით, შემოსვლებითა და სინანულის საქმეებით. სრულიად საწინააღმდეგოს ამბობს გრიგოლ პალამა. ყოვლად დაუშვებელი იყო, სხვანაირად ზიარებული იყო ადამიანი. ესენი პირუყო აკეთებენ. აი ეს არის პროტესტანტობა, რასაც ისინი შადიან მრევლი გადაგავს ჭეშმარიტების გზიდან და ვიყავ წარსაწმედელში თავისთან ერთად. იმიტომ რომ ვინც უღირსად განსტეხდა ეზიარება, დასაშლელად ეზიარება, ამბობს მოციქულთა მწვერვალი პავლე. ყურადღება მიაქციეთ, თუ კი წინასწარ აღსარების გზით არ განვიშურებ ცოდვებს, ციტატა მოგვაქვს. ან აქ მეორდება ის, რადგან ჩვენ მოციქულთა მე-9 კანონის შენიშვნაში კითხულობდით წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელთან. მერმე გრიგოლ პალამა ამბობს, ნუ თუ იგი თავის სხეულს, ანუ ხორცსა და სისხლს ქრისტე მისცემს აღსარებითა და სინანულით განუწმენდელ ადამიანს, რა სიტყვი? ღმერთს არ სურს, რათა მისი წესდებულებაც არაწმინდა ბაგეებით ემცნობოდეს. არც თავის ხორცს მისცემს ადამიანურ სხეულში, რომ შევიდეს და არც ბაგეები, არაწმინდა ბაგეებით სიწმინდე იქადაგოს და ეს ბაგეები გაიაროს, არაწმინდა ბაგეები, რომელთაც ჩვენ ლანძღავთ, განვიკითხავთ, ცილსამებთ, ჭორაობთ, ენავბილწოთ, არ იკადრეს ამ ბაგეებით შემოვიდეს ქრისტე ზიარების სახით ჩვენში. ბაგეების და სულერთიანად მთელი სხეული უნდა იყოს განწმენდილი. მაშასადამე იგი არ უშვებს, ანუ ღმერთი მისი აღთქმა არაწმინდა ბაგით მიიღო. რა არის მისი აღთქმა? აღვიქვა თავისი ხორცი და სისხლი და გვაძლევს. ნუ თუ თავის სხეულს ეგევითარ არაწმინდა ბაგეებს მისცემს, ანუ იკადრებს, რომ გაიაროსო ეს ბაგეები არაწმინდა. პირიქით წირვაზე ნათქვამია, ერთი სიტყვაც კი განსაკუთრებით ევქარისტიის კანონში, როცა იწყებს სულიწმინდა გარდამოსვლას და წინადაგების ხვენი, უნდა აკურთხოს და გარდასახოს თავის ყოვლადწმინდა ხორცსა და სისხლს. თუ ერთი სიტყვა მაინც გადაბრუნებული იქნება შენგან, ან შეგეშლება, ან ნეჭვი გაგიშლება, რომ გამოტოვე ან სხვა რამ სიტყვა თქვი, უკანონო დააბრუნო ყველა იმ ადგილიდან, წიგნის კითხველიც, გალობელიც, დიაკონის თავადშენს დაბრუნდე და იქიდან გააგრძელოს სწორად წირვა. თუ ერთ სიტყვაზე სულიწმინდა არ იკადრებს გარდამოსვლას, როგორ იკადრებს შევიდეს ადამიანში, რომელიც განუწყვეტლივ ცოდვებში არის, არც ნანობს, არც მარხვით განიწმინდება, არც აღსარებით გამოთქვავს ამას, ამ ცოდვებს. ყოვლად გაუგებარი და დაუშვებელია. ასეთი მაგალითი რამდენადმე უკავშირდება მაგონდება პატერიკული მოთხრობებიდან. ერთ-ერთი სახე ჯურის მწვალებლები იყვნენ სირიაში თუ არ ვცდები და ამ მწვალებელი კაცის სული წავიდა მართლმადიდებლებთან. მეგობარი ქალები ყავდა და მათი გავლენით დაფიქრდა და მიიღო ჭეშმარიტება, მართლმადიდებლობა და ფარულად მოინათლა. და წირვაზე გაყვა თავის მეგობრებს, სულიერდებს, მოისმინა, ეზიარა, მოემზადა როგორც ეუბნეოდნენ და ეს ზიარება მაშინ იყო საშუალება, ნებართვა იყო სახლში წაეღო. და იქ ზიარებული იყო შესაბამისი მომზადებით. ეს მერე ადგილობრივმა კრებამ ერთ-ერთმა აკრძალა, იმიტომ რომ ბევრი შეურაცხყოფა მოხდა წმინდა ნაწილების და მათ შორის აი ეს რომ ქმარმა გაიგო და პატარა ძვირფას ლარნაკში ჩადო. ეს რომ ქმარმა გაიგო, ესე ნახა რა არის აქ რადევსო და უთხრა რომ ეს მართლმადიდებლებთან ვიყავი ვეზიარეო და სახლშიც მოვიტანე წმინდა ზიარებაო. თუ შენს დაფიქრდები და მოიქცევი, შენც ეზიარებიო. ქმარმა რომ ეს აიღო ეს ადახშა დაანარცხა ძირს და ფეხებით დაუწყო ბურთაობა. მოულოდნელად დაინახა, რომ ცეცხლი ამოხდა, ამოვარდა წმინდა ზიარებიდან და ზიარება გაუჩინარდა თვითონ. მივიდა, ბევრი ეძება, ცოტა ეძება, დედაკაცმაც, ქმარმაც ვერ იპოვეს. ამ სასაულმა მისი ქმარი დააფიქრა. ესე იგი, ადამიანი რომელიც უღირსია, ის ზიარებას არ იღებს. კი მიდის ზიარებასთან, ყლაპავს, ის მადლი არ შედის და უფალი მასში არ ჩერდება. აი ესეთი მაგალითი მოყავს ამ მამას ერთ-ერთი წმინდანის თანამედროვე მაგალითი. ქადაგებელია არქიმანდრიტი გაბრიელი ლაკერბაია ვინოგრადოვი, რომელსაც ახლა ეს დიდი შეურაცხყოფა მიაყენა ერთმა რუსმა ჩეჩენმა გენერალმა. დებილი ეძახა თქვენიც სოციალურ ქსელში და ამან მიაღწია პირველ პირამდე სახელმწიფოსი და პატრიარქამდე და მერე ესენი დასვეს და შეარიგეს, იმიტომ რომ პოლიტიკურად ძალიან დაიძაბა ქვეყანა. შეიძლება მუსლიმები და მართლმადიდებლები დაპირისპირებოდნენ ერთი მეორეს. ნუ შეარიგეს ასე თქვა და რამდენად მოხდა ეგ ღმერთმა იცის. აი ეს ლაკერბაი ერთ-ერთი საუკეთესო ქადაგებელი და სწორუპოვრად ქადაგებს ჭეშმარიტებას.
არ უშინდება სიმართლის თქმას. ხო და ეს ყვება ასეთ რამეს, რომ ერთ-ერთი ხაზარ მოიგონება ისრაელისაგან. ამ ხანებში ერთ-ერთი ღაზელი მუსულმანი ღმერთმა გამოირჩია და თანდათანობით მოყავდა ჭეშმარიტებისკენ. უკვე მართლმადიდებლობა უნდა მიეღო და მგონი მოინათლა კიდეც და ასეთი უჩვეულო რამ ნახა და მე მოძღვარს მოუყვა მამა გაბრიელს მოუთხრო რომ ასეთი უჩვეულო რამ ნახე და რა არისო ესო ვერ ამიხსნითო და კერძოდ რაო საზიარებლად რომ გამოვიდნენ ქრისტიანებიო იქო ბარძიმზე იჯდა ტრედი თეთრი რაღაცა ტრედის მსგავსი და როდესაც მოდიოდა ზოგიერთს ვიდრე აზიარებდნენ უკენკავდა ბარძიმიდან ანუ ვერ იღებდა და რა არისო ეს სული წმინდა არისო და რამდენს არა უკენკავ ბრევლით იყო სავსე ეკლესია მხოლოდ 4-ს არა უკენკა ესე იგი რამდენი ეზიარა და ყველა დასაჟელად ეზიარა გარდა 4-ისა რომელიც უღირსად მოვიდნენ ან სინანული არის ფორმალურად მოემზადრე მაპატე ზოგი ზაში მორვი შარვალს იწევს რიფხავს მაპატია და ზიარების ლოცვებს კითხულობს იქ ვითომ ბევრ მაგალითებს მოგიყვანთ ასეთი ეგრეთ წოდებული მორწმუნეების რომ ღვთის მოშიშების ნასახი არ აქვს სინამდვილეში და დაღლილი ცხოვრებაში ფორმალურობით და ფალისევლობით იგივე საგრძელებენ ეკლესიაში და წმინდა საიდუმლოებებთანაც კი ამიტომაც არის ამბობს პავლე მოციქული თქვენ შორის ამდენი ავადმყოფობა ამდენი სიკვდილიანობას კი რომ უღირსად განსტეხთ და ეზიარებით აი დღეს რამდენი ეზიარა საკითხავია ვინ ეზიარა სინამდვილეში ქრისტეს ყოვლადწმინდა ხორცსა და სისხლს ამაზე უნდა დავფიქრდეთ ყველანი მოძღვრებიც და მრევლიც ასე რომ სინანულის აღსარებისა და ზიარებამდე თავშეკავების ტრადიცია უძველესი ტრადიცია სწორედ საბერძნეთის ეკლესიისა ბერძნები წმინდანებისა და არა ბერძენი წმინდანებისა და არა რუსთა მაშინ უბრალოდ რუსეთის ეკლესია კი არა რუსეთიც არ არსებობდა ველური ტომებით დარბოდნენ იქით და აქეთ ეკლესია არ ჰქონდათ და როგორ შემოიღებდნენ ამ წესს როცა ეს უკვე არსებობდა ბერძნების ეკლესიაში მე-3-4 საუკუნიდან როგორც ამაზე შესაძლოა სულად საკითხში გამოწვეული მანამდე მოციქულთა დროს მოციქულთა ეკლესიაში არსებობდა ეს მომზადების ეს პავლესთან ეს შანს მის ეპისტოლეებში როგორც ამაზე შესაძლოა სულად სამ საკითხში გამოწვეული გარკვევის გარეშე იღუმენი ნიკონი ეს თანამედროვე გახავს რა ადამიანები განდგომილებაში წმინდა მამათა სწავლებისა და მართლმადიდებლური გარდამოცემისაგან თუ კი მოცემულ კეთილის მყოფელსა და მაცხოვნებელ ტრადიციას გავაუქმებ შემდეგ თავად განვიკითხავთ საკუთარ თავს წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს გულისხმობით მოისმინე როდესაც შენ თუნდაც გრძნობისმიერი საკვების ანუ მატერიალური საკვების მიღებას ფიქრობ ხელებს იბან პირში წყალს ივლებ ხოლო აპირებრა რომ კარგად დააგემოვნო საჭმელი ხოლო აპირებრა სულიერი საზრდელის მიღებას შენ სულს არ გამბან არაწმინდებით აღსილი ხარ და მოდიხარ წმინდა ბარძიმთან ამგვარ საქციელში შესაძლოა ამაყი თვითკმაყოფილება განცხადეს რომ შენ იმგვარ სიწმინდეს მიაღწიე საჭიროება აღარ გაქვს შენანებით აღსარებაში გამოთქვა შენი ცოდვები ან ცოდვა შევიყვარეთ ერთის მხრივ ფიქრობ ცოდვიანი ტალახი შევიყვარეთ და მისგან გამბარვასაც კი არ ვცდილობ რაც თავის მხრივ სულსა და საბოლოო უგუნურებას წარმოადგენს ან რომ ურწმუნოებას ვიჩენთ ვერ წარმოგვიდგენია რა იმისი დიდებულება ვისაც წმინდა საიდუმლოებში ვიღებთ ანუ ვერ გაგვიაზრებია ვინ შემოდის ჩვენში ერთ-ერთი ეს მოხდა გვიანდელ შუა საუკუნეებში როცა მამლუქები ზეობრენ ბევრი მათგანი ქართველიც იყო წარმომავლობით მონად გაყიდული ერთ-ერთი მამლუქი მართველი ეგვიპტისა წირვაზე ესრებოდა როგორც უმაღლესი ხელისუფალი იქ ეგვიპტის სამეფოში სასულთნოში ხოსორად და როდეს ეპისკოპოსი ატარებდა წირვას წმინდა მამაა და ის როგორც უმაღლესი ხელისუფალი იყო დაშვებული სხვას არავის არ დაუშვებდნენ არა მართლმადიდებელს მიეც კეისარს კეისრისას აძლევდნენ მოკლედ ვიღაცამ დავაკამათი რა ეწოდა უნდა და ამ დროს ექარისის კანონი და ასე შემდეგ ერთი სიტყვით დაინახა როდესაც არის ასეთი ადგილი თქვენ ვერ ხედავთ საკურთხეველი იხურება კრესაბელით ამ დროს აღსავლის კარები მღვდელმა ტარიგი უნდა დაჭრას რომელიც ჯერ გამოწირეს შესაბამისი სიტყვებით საწინასწარმეტყველო და სიმბოლური მოქმედებები ესე იგი
სამკვეთლოზე შემდეგ გარკვეული სიმბოლური მოქმედებები, ლოცვებით, საგალობლებით გადმოასვენეს. დიდი გამოსვლა ეწოდება ამას. ქრისტეს გზას განასახიერებს გოლგოთისაკენ. მე შეასვენებს წმინდა ტრაპეზზე დაასვენებს ეს საფლავად დადება არის. საბოლოოდ ის როცა უკვე გარდასახვა მოხდება ქრისტეს ყოვლადწმინდა ხორცსა და სისხლად, იღებს ტარის 4 ნაწილად ანაწილებს, ვინ რომელი ნაწილიდან ეზიაროს მოდელი და სამრელო კაცრად არის განსაზღვრული და ამისი უგულებელსყოფა არ შეიძლება. შემდეგ ესე იგი ჭრის ამას იმდენთა მიხედვით, რამდენი მაზიარებელია დაახლოებით. და როდესაც როგორ ჩანს, კარი ღია იყო აღსავლისა და ახლო იჯდა ეს მართველი ეგვიპტის და დაინახა, რომ ანგელოზებმა სიდან გადმოიყვანეს ღვთაებრივი ყრმა, ის ამას ხედავდა, მხოლოდ სულთანი ხედავდა, ფაიშხუმზე დაასვენეს, მდელმა აიღო მერე ლახვარი და დაკლა ეს ყრმა და ყვირილი დაიწყო წირვის დროს. თქვენ ვინ ყოფილხართო? ბავშვთან მკვლელები ყოფილხართო? სიყვარულის რელიგია კი არა, კაცის მკვლელები ხართო. და მე დააწყნარა შეძლების დაგვარად ეპისკოპოსმა და გაესაუბრა, რატო ამბობდა ამას. და ყველას წინაშე, ყველა გასუსული უსმენდა მისი მხლებლების და ეს მრევლის. მოუყვარ როგორ იხილა, როგორ გადმოვიდა და იმან უთხრა, შენ იხილავს ის, რასაც ბევრი ვერ ნახავს. მღვდელი სამგელო უხილავი მხარის განსახიერება, გარეგანის სახე. სინამდვილეში ასე ხდება ყოველწლიურად და ყოველ ტაძარში. ყოველ ტაძარში. და ეგაც არ არის ასაული, ერთი და იგივე ქრისტე უამრავ ტაძარში, ასეულობით და ათასეულ ტაძარში დედამიწაზე გადმოდის ერთდროულად დაახლოებით და ყველგან ხდება მისი გაკვეთა და დანაწილება საზიარებლად. და როცა განუმარტა, სულთანმა ირწმუნა და მის ცხოვრებაში ასეთი რამ წერია, რომ ესე იგი განცხადებულად არ აღიარებდაო ქრისტეს მართალია, მაგრამ აღარ ძდევნიდა ქრისტიანებს და არის გადმოცემა, რომ მან ფარულად ნათელი მიიღო ამ ეპისკოპოსის ხელი და ფარული ქრისტიანი იყო, ფარულად აზიარებდა ხოლმე. აი როგორც მაგალითად ზიარება არ არის ავადმყოფის წესი და სხვა. ეს მაგალითად მოვიყვანე. ისე რომ ეს გათამაშება კი არა, როგორც ბაპტისტები ფიქრობენ, საღვთო ისტორიის ჭეშმარიტად ხდება გარდასახვა ქრისტეს ყოვლადწმინდა ხორცაზე სისხლისფერი ღვინისა და ნაკურთხი პურისა სულიწმინდის მოქმედებით. ამას მაგალითად ბასილი რომ ბევრჯერ ვახსენებ, ბასილი დიდი აშკარად ხედავდა თავისი ხორციელი თვალითაც კი სულიწმინდა როგორ იწყებდა გარდამოსვლას, ამიტომ სხვები რო ვერ ხედავდნენ ოქროსტრედი დაამზადებინა სულიწმინდის ნიშნად, სიმბოლოდ და როცა სულიწმინდა გარდამოსვლა არხებდა პირველ ყოვლისა ამ ტრედს, ბრუნვას იწყებდა გაუგებარი კანონებით, არამიწიერი კანონებით. ამას ყველა ხედავდა საკურთხეველში და საკურთხევლის გარეთ, როცა კარი ღია იყო და ამის შემდეგ ხდებოდა წინადაგების ღვინის კურთხევა. ის ამ ყველაფერს ხედავდა. ისე რომ დასაეჭვებელი ამაში არაფერი არ არის და ასეთი დიდი სეციური სტუმრის მისაღები, რომელიც ჩვენთვის დაიკლა, უდიდესი ღვთისმოშიშება და მომზადება გმართებს რა თქმა უნდა. მაგალითს ამბობს ივანე ოქროპირი, რომ ვიდრე ჭამხელებს იბამ პირში წყალს გამოილებრო და აგემრონ და სხვა. ჩვენ კი ამას არ ვაკეთებთ, როცა უდიდესი სტუმარი უნდა შემოვიდეს, უდიდესი სიწმინდე და უდიდესი ზეციური საზრდელი რომელიც თვით ანგელოზებს არ უგემრიათ ქრისტეს ხორცი და სისხლი. ამიტომ ამბობს სალმოში, რომ არა ანგელოზთაგან, არამედ კაცთაგან ცხონებაო. ანგელოზების კი არ აზიარებს, ადამიანებს აზიარებს, რომ განახრთოს ისინი და თავის თავს დაამსგავსოს ამ გზითაც. ვაი თქვენ და უფლის სიტყვები გვაგონდება ამაზე. ვაი თქვენ და მწიგნობარ უნდა ფარისეველო ორგულო, რამე თუ განწმეთ გარეშე სასმელისა და პაროფსიდისა, ხოლო შინაგან სავსე არიან ნატაცებითა და არაწმინდებითა. ფარისეველო ბრმაო, განიწმინდე პირველად შინაგანი იგი სასმელისაი და პაროფსიდისაი, რათა იყოს გარეშეცა იგი მისი წმინდა ქრისტეს სიტყვებია, ფარისევლებს რომ ამხილებს. გარეგანად სჯულს ასრულებდა, შინაგანად განგოზილ საფლავებშია და ტილითად, ესე იგი მატლითა და ჩირქით სავსე. აი ესევე ქრისტიანები, რომლებიც ათასგვარი არაწმინდებით, მატლით, ჩირქით, ანუ ცოდვებით არიან დიდი თუ პატარა სავსე, არ ნანობენ, არ აღიარებენ, შენდობას არ თხოვენ და არ იღებენ შენდობას და აი ესე და ამგვარად ეზიარებიან ქრისტეს უდიდეს საიდუმლოებას. კიდევ ბევრი მაქვს ასაკითხი, როგორც ხედავდა შანს სიცხეში მეტადრე და თქვენ დაგინდობთ ასე თქვა. დღეს ამით დავამთავროთ ამ საკითხზე საუბარი, თუ ღმერთმა მშვიდობით გვამყოფა შემდგომში გავაგრძელებ თუ ცოცხალი ვიქენი და ბოლომდე მივიყვანთ ამ საკითხავს. ძალზედ გულისხმიერი საკითხავია და უამრავი წმინდა მამის და შულის კანონის
დადგენილება და კანონია იმის დასტურად, რომ გარეშე ზიარებისა, გარეშე აღსარებისა, სინანულისა და მარხვისა არეგების ზიარება. ამას იქით მე მამა იონესაც ვეუბნებოდი გუშინ, აქ როცა ეს სიმნი ღვთისმადლით დაიბეჭდება, უეჭველად თქვენს გექნებათ ეს სიგნები, რომ კარგად წაიკითხოთ და გაისიგრძე განვოთ, სხვასაც წააკითხოთ დაეჭებულებს და მცდარგზაზე შემდგარებს, მამა ივანეს უთხარი გიორგის თქვენს გულისხმიერად წაიკითხავთ და ვეცდებით რაც შეიძლება ზედმიწევნით აღვასრულოთ წმინდა მამათა დარიგებები, რომელთა ხსენებას დღეს არის 6 მსოფლიო კრების მამის, მათ შორის მათანა ნიკოდიმოს თაწმიდელის და ყველა იმ მამისა, რაითა ერთობით, როგორც აქ ქრისტეს წმინდა ეკლესიაში, ეგრეთ ზეცაში, ზეციურ ანგელოზებთან და წმინდათა დასთან ერთად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და სულ საწმინდასა, აზდა ბარადისთა უყურითი ისამდე. ამენ.